რამე კითხვები გაქვთ, ეცდებით გიპასუხოთ. ხო არ გაგღალეთ? შეგიძლიათ კითხვას დასვათ, შეგიძლიათ ესე იგი ფუცელიც მომაწოდოთ. ოღონდ ხმამაღლა. გასაგებია. ძალიან კარგი კითხვა არის. გააჩნია სიკვდილს როგორ შევხედავთ. აი მაგალითად პავლე მოციქული ამბობს ესეთ სიტყვებს. ქრისტე არის ჩემი, დაბრძანდეთ. ქრისტე არის ჩემი სიცოცხლე, პავლე მოციქულის სიტყვებია. ქრისტე არის ჩემი სიცოცხლე, ხოლო სიკვდილი არის შენაძენი. შესაძინელი თუ არ ვთქვი ძველ ქართულად ესეა. რაც უნდა შევიძინო, რაც სასურველია, რაც მე მინდა. სიკვდილზე ამბობს. ამ გაგებით სიკვდილი ბოროტება არ არის თავისთავად ცხადია. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში პავლე მოციქული ლაპარაკობს როგორ სიკვდილზე ეცი, რომელიც ანუ ბიოლოგიურ სიკვდილზე, რომელიც მას მისცემს საშუალებას იყოს იმასთან, ვინ ძალიან უყვარს. უფალი სხვა ადგილას ამბობს, რომ ჩემი მორწმუნე და ჩემი ერთგული ადამიანი არასოდეს არ მოკვდება, არამედ იგი გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. რა თქმა უნდა, ესეთი სიკვდილი, ანუ გარდაცვალება არ არის ბოროტება. როცა ჩვენ აქ სიკვდილი დავწერეთ, ვიგულისხმეთ სიკვდილი როგორც ასეთი, ეს ონტოლოგიური გაგება სიკვდილისა, რომელიც ნიშნავს სიცოცხლის არარსებობას და რადგან სიცოცხლე ჩვენ შემთხვევაში არის არა უბრალოდ ბიოლოგიური არსებობა, არამედ სიცოცხლე ეს არის სიცოცხლე ღმერთში, სიცოცხლის წყაროსთან. სიკვდილში მოვიაზრეთ არსებობა ამ თავარი სიცოცხლის გარეშე. ანუ უღმერთობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი შეიძლება ბიოლოგიურად იყოს ცოცხალი, მაგრამ არსობრივად სულიერად იყოს მკვდარი. მკვდარი. გესმით, ამის თქმა მინდოდა. თუ გაქვთ კითხვები რაიმე? კი ბატონო. მონობასთან დაკავშირებით მაინტერესებს დამალება და თვალისწინება იგულისხმება მაგაში? მონობა? მონობასაც ასევე ორნაირად გაგება აქვთ. მაგალითად პავლე მოციქული როცა დაიჭირეს რომში, ის ამბობს, რომ იმ ბორკილებში უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდა. ფიზიკური მონობა, რა თქმა უნდა, ეს ფიზიკური მონობა ისეთივე არასასიამოვნო და ცუდი რამ არის და მოდი ესე ვთქვათ, ბოროტება, როგორც ომი, მიწისძვრა და ასე შემდეგ. მაგრამ აქ ლაპარაკი სხვა მონობაზეა. აქ ლაპარაკია სულიერ მონობაზე. როდესაც ადამიანი აკეთებს, ჩადის უზნეო საქციელს, არა იმიტომ რომ ასე სურს, არამედ იმიტომ რომ იგი რაღაცას ან ვიღაცას ემორჩილება. ადამიანი შეიძლება იყოს თავისი, უფალი განმარტავს ამას, თავისუფლებაზე საუბრობს და მონობაზე და იუდეველები ვერ მიხვდებიან რაზე ელაპარაკება. ხო, ჩვენო თავისუფლები ვართო, არავის მონები არ ყოფილვართო, პოლიტიკურ მონობაზე საუბრობენ. და რელიგიურ მონობაზეც კაცმარო თქვას, ისინი მართალია რომის იმპერიის ქვეშევრდომები არიან, მაგრამ რელიგიურად ცდილობენ დამოუკიდებლობა ქონონ. უფალი მეანიშნავს, ვინც ქმნას ცოდვა, იგი მონა არის ცოდვის. აი მაგალითად, როდესაც ადამიანს თქვათ აქვს სახლში ერთი თეფში საჭმელი და ოჯახის წევრი ყავს და იჯერ არ მოსულა, მაგრამ საცა მოვა, ისიც შეერი იქნება და მე შეერი ვარ და თუ გმირი ხარ, საერთოდ არ შევჭამ იმას დაუტოვ ბოლომდე. და მე თუ იმას ამედარჩება, მე შევჭამ. თუ გმირი არა ხარ, ნახევარ შევჭამ და ნახევარს დაუტოვებ. მაგრამ თუ მონა ხარ, კუჭისა, სულ შეჭამ და არაფერს არ დაუტოვებ. აი ამგვარ მონობაზე იყო საუბარი. თქვენ გინოდათ კითხვა ერთი ხო და მე წავიკითხავ. ჯვარცმის შემდეგ, ჩვენ ჯვარცმი დაამარცხა უფრო ბოროტება და მოგადავხედოთ ისტორიას, ბოროტება მძლავრობდა უფრო მეტად შეიძლება ვიდრე მანამდე. თუ დაამარცხა, მაშინ იმ შემთხვევაში როგორ არის? აქ საუბარია კვლავ ბოროტების დამარცხებაზე არა დაბრძანდით, ბოროტების დამარცხებაზე არა ხილულ სამყაროში. იმიტომ რომ ნახეთ, მან უკვე აბსურდი გამოდის. როგორ დამარცხდებოდა ბოროტება ხილულ სამყაროში, როცა ბოროტებამ ხილულად თავად ქრისტე დაამარცხა. აქ ლაპარაკია ბოროტების ზნეობრივ და რასთავარია სულიერ გამარჯვებაზე. ანუ თუ ქრისტიანობა ჩემთვის არის გარეგანი რიტუალების აღსრულება, მაშინ მე ამით ვერაფერს ვერ მივხვდები, რა ხდება.
რა თუმე ვლოცულობ და სამთელს ვანთებ და გარეგანსახურებაში მონაწილეობას ვღებულობ ძველი აღთქმის ადამიანებით სანამ ქრისტე მოვიდოდა და სანამ ბოროტება დამარცხდებოდა განესი არ აღასრულებდნენ აგერ აბრაამს რომელიც შევედრებით ჩვენ აბრაამს სიკეთის ხნაში და რელიგიურ ერთგულებაში ვერავინ საქმეც იმაშია რომ ბოროტებაზე და ბოროტების დამარცხებაზე როცა ვსაუბრობთ აქ აქცენტი კეთდება სულიერ გამარჯვებაზე, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ადამიანის მიერ გაცნობიერებული, თუ ის სწორედ სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს. ანუ თუ ჩემთვის ქრისტიანობა არ დაიყვანება გარეგან მსახურებამდე, ეს არის ტაძარში მისვლა, წირვაზე დასწრება, ლოცვის წაკითხვა, აღსარების თქმა, ზიარება, ეს ყველაფერი აუცილებელია, მაგრამ ქრისტიანობა ეს არ არის. ქრისტიანობა ამის მერე იწყება. და ის რაც ამის მერე იწყება, თუ მე ჩემში გავაცოცხლე აი მაშინ მივხვდები რას ნიშნავს რომ ბოროტება დამარცხებულია და რა არის ეს? ეს არის რა, როცა ჩემ გულში ქრისტემ მე მინდა რომ ჩემს გულში დამკვიდრდეს ქრისტე და იგი მკვიდრდება ჩემს გულში და ეშმაკი ვერ ახერხებს ჩემ შიგნით დამკვიდრებას. ანუ ეშმაკი ვერ ახერხებს რომ ჩემსა და ღმერთშუა ჩადგეს. ვეღარ ახერხებს. ქრისტიანობა რომელიც ქრისტეს ღვაწმა რომელიც იყო 3 წელიწად-ნახევარი გრძელდებოდა კულმინაცია იყო ჯვარცმა და შემდეგ ამას მოყვა აღდგომა და ამაღლება მოახდინა ის რომ ჩემსა და ღმერთშუა ბოროტება ვეღარ დგება აი ამაში ამ გამარჯვებაზეა საუბარი მე თუ მოვინდომე ჩემსა და ღმერთშუა ვერავინ ვერ დგება იმიტომ რომ ჩემსა და ღმერთშუა ქრისტეს მისი ღმერთის უკვე ადამიანური ბუნება ანუ ქრისტე ერთადერთი შუამავალი ჩემსა და ღმერთშუა როგორც წმინდა წერილი გვასწავლებს მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა ესე იგი მე ეს ჩემთვის თეორია დარჩება მე თუ ღმერთი ვერ შევიგრძენი ოღონ იმ შეგრძნებით კი არა რაც შეგრძნებითაც ჩიტიც კი გრძნობს ერთი ჩიტი არ დავარდებაო ქრისტე ამბობს მამის გარეშე მიწაზე არამედ იმ შეგრძნებით რაც შეგრძნებითაც ადამიანმა უნდა იგრძნოს და განიცადოს ღმერთი ეს ძალიან რთული თემა და მე მინდა გითხრათ რომ ჩვენი მდგომარეობა სავალალოა იმდენად რამდენადაც დღეს სამწუხაროდ ესეთი ცოცხალი რწმენა რომელმაც უნდა გააცოცხლოს ის სკოლა 2000 წლოვანი რომელიც ეკლესიაში მადლის სახით მოცემულია ეს სკოლა თითქმის არ არსებობს საქართველოში ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ლაპარაკობ სასულიერო პირებზე გასაგებია მაგრამ მეორე მხრივ ღმერთი არის და მადლი არის ეკლესიაში და ამიტომ ჩვენ უნდა მაქსიმალურად გავაკეთოთ ვისთვისაც ეს ყველაფერი ძვირფასია ვისთვისაც არ არის მთავარი სიცოცხლის ხარისხი არ განისაზღვრება იმით თუ რამდენ ხაჭაპურს შეჭამს ან ასე შემდეგ არამედ სიცოცხლის ხარისხი მხოლოდ აი ამ საკითხებით განისაზღვრება როცა ჩემთვის აი ამის მოკლება ღირსების მოკლებას ნიშნავს მაშინ მე უნდა გავიაზრო რომ ქრისტიანობა არ შეიძლება რაღაც გარეგან მსახურებამდე დაიყვანებოდეს და მე უნდა დავიწყო ძიება და აი ეს სკოლა რომელიც პოტენციაში და მადლის მიერ არსებობს მე უნდა ჩემში გავაცოცხო მაშინ მივხვდები რას ნიშნავს რომ ქრისტე დაამარცხა ჯვარცმით ბოროტება ნიშნავს იმას რომ ბოროტებას აღარ ძალუს მე თუ მოვინდომე აღარ ძალუს ჩემსა და ღმერთშუა ჩადგეს აი ამაში ასე ვაიმე აქ იმდენი რა იყო კიდე მოვალდაც რა მოგივიდა ნახეთ ამდენია შეიძლება თუ არა სხვა მე ვესწრები რომ ბლიც პასუხები შეიძლება თუ არა სხვა სარწმუნოების პიროვნება ცხოვრობდეს სიკეთით და მიემსგავსოს ღმერთს სხვა სარწმუნოების ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს სიკეთით მაგრამ ღმერთს მიემსგავსოს უნდა მიემსგავსოს ქრისტეს იმიტომ რომ ღმერთი რომ მოვიდა ქრისტეა ის და ქრისტეს უნდა მიემსგავსოს და მაშინ რა კითხვა მიჩნდება თუ ადამიანი მიემსგავსა ქრისტეს როგორ ვერ იცნობს მას შეიძლება ადამიანი ქრისტეს მიემსგავსოს და ვერ იცნოს ამიტომ აი თქვენ თვითონ დაფიქრდით მე ესე მგონია რომ თუ ადამიანი ქრისტეს მიემსგავსა აუცილებლად იცნობს მას და გახდება მისიანი სიცრუე ყოველთვის შეიძლება იყოს ბოროტება ფორმით სიცრუე ბოროტება ყოველთვის არ შეიძლება იყოს მაგალითად თევდორე მღვდელი ეუბნება რომ ის მეფე წავიდა არა იქ არამედ იქ ფორმით იყო სიცრუე მაგრამ ეს არ იყო ბოროტება
და იქნებ ჩემი მიზანი ის არის რომ კეთილი საქმისათვის ვიცრუო. კიდევ მეორე ამ ნაირის ასეთ მაგალითზე სიცრუე ბოროტება არ არის, თორე სინამდვილეში სიცრუე არ არის, ეს ფორმით არის სიცრუე, არსობრივად სიცრუე არ არის. მაგრამ სხვა გაგებით მიზანი არ ამართლებს საშუალებას, ხო? ხო, მიზანი არ ამართლებს. ეს იეზუიტების ცნობილი გამოთქმა იყო, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას და შეიძლება კაცის კვლაც გაემართლებინათ. ეს არ არის სწორი. ფიქრობთ თუ არა, რომ ზედმეტად განსწავლულობა იწვევს ათეიზმს ხშირ შემთხვევაში? მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ათეიზმს იწვევს ზედმეტი განსწავლულობა, ათეიზმს იწვევს არასწორი განსწავლულობა. თუ ადამიანი, ეს ჩემი აზრია და თუ ანუ ბლიც რეჟიმში ვარ. თუ ადამიანს სინანულის გზნობა არ აქვს და უნდა რომ ჰქონდეს და თავს აძალებს რომ ჰქონდეს, მიეტევება თუ არა. სინანული არის იქ, სადაც არის საკუთარ თავზე იძულება. არასწორად ეს ვიტყომა, სინანული გონიათ რაღაც ესეთი ლირიული გზნობების მოძალება გულში და ცრემლი და არა, სინანული ეს არის მეტანოია ბერძნულად მეტანია ნიშნავს ფერიცვალებას, მეტამორფოზას და მეტამორფოზა არ ხდება ადამიანში საკუთარ თავზე იძულების გარეშე. სასופველიც ისა იძულების და ვინც აიძულებს იგი მიიტაცებს მას. დღიდან ნათლისმცემლის, ანუ დღიდან იოანე ნათლისმცემლისა სასופველი რომ მივიტაცოთ, მოდი ასე ვთქვათ, რომ მთელი ენერგია უნდა ჩავდოთ, რომ იქ მისკენ წავიდეთ, უნდა გქონდეს იძულება საკუთარ თავზე. ესე ამბობს ქრისტე და დღიდან იოანე ნათლისმცემლისა, რატომ? იმიტომ რომ იოანე ნათლისმცემელი ამბობს, შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულ არ სასופველიც არის. ანუ სინანული სწორედ ნიშნავს საკუთარ თავზე იძულებას, როგორც ქრისტე განგვიმარტავს. ამაო თქვენ პატარა ბავშვზე საუბრობდით და თქვით რომ პატარა ბავშვზე გადადის ადამიანის ცოდვა. როგორც გავიგეთ, ადამიანის ცოდვა გადადის თუ მხოლოდ დაზიანებული ბუნება. ადამიანის ცოდვაში იგულისხმება დაზიანებული ბუნება. ანუ ცოდვა ჩვენთან ცოდვას ორი გაგება აქვს. ეს არის ცოდვა როგორც დანაშაული და ცოდვა როგორც ავადმყოფობა, ანუ დაზიანებული ბუნება. ბავშვი გადასულია ცოდვა როვამობთ ბავშვი არის ცოდვილი, გულისხმობთ დაზიანებულ ბუნებას, რომელიც ბავშვის პიროვნული არჩევანიდან გამომდინარე, მე უკვე სადღაც 7 წლიდან იწყება ეს. ნელ-ნელა უკვე პირად ცოდვაშიც და ხშირად დანაშაულშიც გადადის. სიკვდილი თუ გარდაცვალება, სიკვდილი და გარდაცვალება შეიძლება სინონიმებად ჩავთვალოთ, ზოგ შემთხვევაში კი, ზოგ შემთხვევაში არა. ანუ გააჩნია ტექსტუალურად როგორ ჩამოვაყალიბებ მსჯელობას და ზოგ შემთხვევაში სიკვდილი ანუ ვკითხულობ, ამ შემთხვევაში სიკვდილი როგორც გარდაცვალების სინონიმია და შეიძლება სხვა შემთხვევაში არ იყოს. მაგრამ ხშირად ფიქრობ იმ პატარა არსებაზე, რომელიც აბორტის დროს, არსებებზე, რომლებსაც აბორტის დროს კლავენ და მეცოდება ისინი და ფიქრობ, რომ ისინი მოუნათლებელები აღესრულებიან, როგორ იქნება მათი ცხონების საკითხი. იცით რას გეტყვით, ეს თემა მრავალზის დაისვა ჩვენს ეკლესიაში და სულ ყოველთვის პრობლემა არის. პრობლემაა, იმიტომ რომ პოლემიკას იწვევს ეს. ჩემთვის არასოდეს არ ყოფილა ეს საკითხი პრობლემური. არასოდეს. იმიტომ რომ ძალიან მარტივი მიზეზია. მუცელში მყოფი ბავშვი როგორ მოინათლება? და თუ მუცელში მყოფი ბავშვი ვერ მოინათლება, ესე იგი მისი ბრალი არ არის. თუ მისი ბრალი არ არის, მაშინ მე გარანტირებულად ოჯახეთში როგორ გავუშვი? გარდა ამისა, მუცელში ბავშვები აღესრულებიან არა მარტო ხელოვნური აბორტით, არამედ ბუნებრივი აბორტითაც, როცა ბუნებრივად წყდება დედას მუცელი. ანუ არავინ არ ჩაერია, დედას უფრთხილდებოდა, ღმერთმა ჩასახა და ღმერთმავე წაიყვანა. ესე იგი, კიდე ერთი არსება მიემატა ჯოჯოხეთს და ღმერთის ბრალია, კითხვა მიჩნდება. თლათ უფრო მეცაც გეტყვით. შეიძლება ეს ხელოვნური ბუნებითი აბორტები, ანუ რომელიც თავისთავად ხდება, შეიძლება იყოს ისეთ სტადიაში, დედა საერთოდ ვერ გზნობდეს. თქვათ ემბრიონის დონეზე. ჩვენ ვიცით, რომ უჯრედი როცა ემბრიონი როცა გაცოცხლდება, სული ეძლევა ღმერთისაგან. და თანამედროვე მედიცინა ადასტურებს, რომ ძალიან ბევრი ემბრიონი, ისე რომ დედა ვერც კი იგებს, წყდება საშოს და ესე იგი ფაქტურად ეს შეწყვეტილი ორსულობა, მაგრამ ძალიან ისეთი რა, 1 დღე, 2 დღე, 3 დღე ვერ გრძნობს ამას. ანუ აქ ესე იგი
ან სული არა აქ დედის მუცელში მყოფ ბავშვს და მაშინ საერთოდ რაზეა ლაპარაკი რა ნათლობაზე და თუ სული აქვს მაშინ ღმერთის ხელშია მათი ჩასახვაც და წასვლაც და ესე გამოდის რომ ღმერთი სახავს ისეთ არსებებს რომლებიც ჯოჯოხეთის ავსება უნდა ღმერთს თუ რა არის ანუ როდესაც საუბრობენ ამ საკითხზე ვერ ხვდებიან რომ ეს არის ფარული დაფარული საკითხი ჩვენთვის ჩვენ ამ თემებზე არ უნდა ვიმიჯეროთ ჩვენ მოგვეცა ცნება ნათლობის გარშე ვერავინ ცხონდება და ვინათლებით მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ხელწიფების მიღმა არის ეს ამიტომ ღმერთის კაცმოყვარებას ვენდობი მე პირადად და სამართლიანობას და ღვთის განგებულების ჩხრეკა ჩემთვის არ არის სწორი. ვერაფერს ვერ ვიტყვი, არ ვიცი. მაგრამ ღმერთი რომ უსამართლო არ არის ეს ნამდვილად ვიცი. მარგვეთის ეპისკოპოსი რომელმაც ცოლი მოიყვანა ბერად აღკვეცის შემდეგ და თქვა რომ ხალხს ასეთი და ასეთი ვეგონებოდი ცოლი რომ არ მომეყვანაო. ასეთი ეპისკოპოსები თქვენი აზრით უნდა იყვნენ სინოდში. მარგვეთის ეპისკოპოსი ვინ არის? ძალიან ბევრი ეპისკოპოსი ვიცი, რომელსაც ეპისკოპოსობაში და ბევრობაში ცოლი არ მოუყვანია და არავინ მათზე არ ამბობს ასეთი და ასეთია. ხო სწორია? სწორია? ესე იგი, დედამიწის ისტორიაზე, ისტორიის კაცობრიობის ისტორიაში რამდენი ბერიც ყოფილა, ყველაზე ამბობდნენ ასეთი და ასეთიაო? არა. თუ რა ამაზე იტყოდნენ მაშინ? გაუგებარია. აი, ჩვენი ბრალი. როცა ჩავდივარ ცოდებს საღამოთი დაწოლისე ვფიქრობ ამ ცოდებზე და ხვდები რომ ქრისტეს უღალატე როგორ უშველო თავს იცი რა არის ღალატის ორი გაგება არსებობს ღალატი უნებლიე და ღალატი შეგნებული ღმერთმა დაგვიფორო შეგნებული ღალატისაგან ხოლო უნებლიე ღალატისაგან თავისუფალი არც ერთი არა ვართ მაგრამ საქმეც იმაშია რომ ღმერთი არის არა მსაჯული მკაცრი არამედ მოსიყვარულე მამა და მისი შვილები ვართ ამიტომ თავარია რომ ჩვენ არ გვინდოდეს და ვემიჯნებოდეთ ცოდვას და თუ აი მაგალითი მომყავს ხოლმე ხო ორი ადამიანი მიდის ორივე ჩავარდა წუმპეში რომ კარგად გამოვიკვლიე აღმოჩნდა რომ ერთი მართლა ჩავარდა და წამოყენებას აზრი აქვს და მეორე თავით თვითონ ჩაწვა ვინ ჩავარდა იმას თუ წამოვაყენებ ის გაგზას გააგზელებ და ვინ თვითონ ჩაწვა როგორც წამოვაყენ ისევ ჩაწვება თუ მე ჩავარდნილი ვარ არ მინდა და ჩავარდნილი ვარ სინანული მშველის იმიტომ რომ ეს არის უფალსთხელ წამოყენება და თუ ჩემი ჩაწოლილი ვარ არანაირი სინანული ამშველის ეს უნდა გავაცნობიო თუ ერთი ადამიანი მაინც გიყვარს ესე იგი სიყვარული შეგილია და ღმერთი რომ გაიცნო შეგიყვარდება როგორ უნდა გაიცნო ღმერთი მე მაგი გითხარით რომ ღმერთის გაცნობის სკოლა არის ეკლესია ოღონდ თავის პოტენციაში მექანიკურად არაფერი არ მოგეცემა არსებობს ეკლესიაში საიდუმლოება საიდანაც მადლი გვეწოდება ევქარისტიას გულისხმობ არსებობს ეკლესიაში წმინდა მამები არსებობენ ანუ მე გულისხმობ იმ დანატოვარს წიგნების სახით და რა ვიცი მეტაკლებად უნდა ვეძებოთ მოძღვარიც რომელმაც ის მაინც იცის რომ თვითონ არაფერი არ იცის და ის მაინც იცის რომ სკოლა რეალურად არსებობს და იმას მაინც ცდილობს რომ ეს სკოლა გააცოცხლოს აი თუ ესეთი რამე ნახეთ და წმინდა მამები იკითხეთ და საიდუმლოებებს მიახლეთ მე მგონი უფალი გაგვაცოცხლებს და მასთან ურთიერთობის შესაძლებლობასაც მოგცემს ახლობელი გარდამეცვალა ჯერ 40 არ გასულა და ოჯახის წევრები ამბობენ რომ ღამე სიარულის ხმა ესმით და ეს შეიძლება მართლა სული იყოს რა ვიცი ალბათ სახლი უნდა აკურთხებინონ რამდენ შეიძლება ბოროტიც მოქმედებდეს და აშინებდეს რას გვეტყვით რელიგიურ უმცირესობათა და ქრისტიან მართლმადიდებელთა კონფლიქტზე საქართველოში რთული თემაა ეს ძალიან იმიტომ რომ მოდი ასე ვთქვათ სხვადასხვა კუთხით შევაფასოთ ქართველ კაცს რომ თქვათ მაინდა-მაინც იგივე კახეთი ხო კახელებს გენეტიკურად რომ ეშინიათ ისლამის ეს გასაკვირი არ არის იმიტომ რომ ფაქტურად კახელი ადამიანი მარტო ღვინოსთან ერთად არ ასოცირდება ამით კახელი ადამიანი ასოცირდება ისლამთან ბრძოლაშიც
აი ეს მომენტი არსებობს, ეს გენეტიკური მახსოვრობა არის და ამიტომ ბუნებრივია რომ მათ ეშინიათ. ეს ერთი. მაგრამ არის მეორე რამ კიდე. თქვათ, ადამიანს თუ უნდა თავის რელიგიური გზნობებით აიკმაყოფილოს ისლამში რა ხელი უნდა შეუშალო? რა თქმა უნდა, ხელი არ უნდა შეუშალო. ესეც ფაქტია. როგორ უნდა მოხერხდეს რომ ამათ თავიანთ რელიგიური გზნობებით აიკმაყოფილონ ისე რომ კახელებს თქვათ ამ შემთხვევაში კახეთში ან გურიაში არ შეეშინდეთ? ამას ალბათ ეხლა მე მყავს თქვათ მაგალითად მეზობელი, ხო? მეზობელი თავისთვის ლოცულობს თქვათ. სხვა სარწმუნოების მიმდევარია. მე მის მიმართ არანაირი უარყოფითი განცდა არ მეუფლება. სხვა საკითხია, გული მტკივა რომ ის ვერ ხედავს სიმართლეს. ქრისტეს ვერ ხედავს. ქართველი კაცი რომ ქრისტეს ვერ ხედავს, რა თქმა უნდა მეცოდება, თავისთავად ცხადი. გული მტკივა ყველა იმ ქართველზე, რომელთა ეხლა აჭარლების წინაპრები, თქვენ რომ აჭარის ისტორია ნახოთ, აი ეს ზედაპირულადად მაინც აჭარის ქრისტიანობის ისტორია. განსაცვიფრებელი მაგალითებია უფლისადმი ერთგულების. ანუ ვინც სამშობლოსა და ვინც ქრისტეს ერთგული იყო ყველა დახოცეს. და ვინც შეეგუა იმ სიტუაციას, ისინი გადარჩნენ. რა თქმა უნდა, გულსატკენია რომ დღეს ადამიანი ამას ვერ ხვდება. მაგრამ მეორე ხრი უნდა ეხა იმას და ძალით ხო არ გააქრისტიანდება. ამიტომ ერთია რომ გული მტკივა, მაგრამ მეორეა მე რა უნდა გავაკეთო იმისათვის რომ ჩემი ძმა რომელიც შემცდარია და ქრისტეს ვერ ხედავს, არა და ქართველია და უნდა ხედავდეს, რა უნდა გავაკეთო იმისათვის რომ მან ქრისტე დაინახოს. ცალსახა ერთი რამეა ცალსახა, აგრესიით ამის გაკეთება არ შეიძლება. მე რომ იმას თქვა აუგრძალავ რაღაც ის იქ თქვა ლოცვას, თქვა მეჩეთში ხო, ამით ისა ქრისტიანი გახდება თუ ჩემი ერთგული გახდება თუ აი რა მოხდება ამით. არსებურად არაფერი იცვლება. ეს არის მოსახლეობის მხრივ თუ ვისაუბრებ. რაც შეეხება სასულიერო პირს, აი მე რო ვიყო ეხა იქ, მე ვარ სოფელში იქ, სახურობ ეკლესიაში და გვერდზე ესე იგი მუსულმანური თემია და რაღაცას აშენებს, ხო? მე ჩემ პოზიციას ვიტყვი, ესე რომ მე არ სიამოვნებს კახეთში მეჩეთის აშენება. ისტორიული თვალსაზრისით ეს ჩემთვის მეუღებელია. ისე როგორც შახ-აბასის ძეგლი დამედგან, მე სიამოვნება. შახ-აბასთან ასოცირდება ჩემთვის. მაგრამ მეორე მხრივ, მე ერთ ხმამაღალ სიტყვასაც არ ვიტყვი და აგრესიას არ გამოვხატავ. და კიდე ღმერთს მადლობას ვეტყვი და იცით რისთვის? რომ მე მომეცა სტიმული, რომ კიდევ ერთხელ ყველას თვალწინ, ცალსახად იყოს გამოსაჩენი და ყველას დავანახო ქრისტიანობის სიდიადე. და მე მომეცემა უფრო მეტი ძალა იმისათვის, რომ ვიყო უფრო ძლიერი მისიონერი, ანუ ქრისტეს საქმის გამგზელებელი, თუნდაც იმ სოფელში. მეტი სიცოცხლე გაჩნდება ჩემში. და მე დარწმუნებული ვარ, რომ იგივე იმ ქართველებში, რომლებიც დღეს ისლამს მისდევენ, თუ მათში მაინც ცოცხლობს ქართული სული, ისინი აუცილებლად დაინახავენ ქრისტეს. მღვდელს და ანუ ეკლესიას არანაირად არ ჭირდება არავის დახმარება, არც სახელმწიფოსი, არც ძალოვანი სტრუქტურების, რომ რაღაცა რელიგიის წინააღმდეგ სასაცილოა. როგორ შეიძლება თუ მე ჩემს ტაძარში გავაცოცხლი 2000 სლოვანი სკოლა ღმერთთან ურთიერთობისა, რაიმე მეშინოდეს მე და ჩემ მრევლს. ხოლო თუ ჩემ მრევლის მიღმა იქნებიან ადამიანები, თუ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ქრისტიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს გარდა გენეტიკური ქართველობის, ისინი ვერც კი დაიცავენ ეკლესიას, გესმით, და ვერც ქრისტიანობას. ანუ მე ისიც რა ვთქვი, რომ თუ მე ვთვლი, რომ ისლამი ბოროტებაა, ბოროტების დაძლევა ხდება სიკეთის გამრავლებით. ძალიან მარტივია ის ადამიანები, ვისაც ესეთი წვავე რეაქცია აქვს. რა თქმა უნდა, მე ბუნებრივად ინტერესი მაქვს, როგორი ქრისტიანები არიან საერთოდ. თუ არიან ისინი, მოდი ასე, თუ არიან ქრისტიანები საერთოდ ის ადამიანები. და თუ არიან ნომინალური ქრისტიანები, ანუ ეკლესიაში თუ დაიარებიან, თუ არიან მე უკვე ნამდვილი ქრისტიანები, თუ ესმით. ან იქაურ სასულიერო პირს თუ ესმის ქრისტიანობა. თორე წესებს ეხლა ისლამის იქ ისი ასრულებს წესს, აქ ეს ასე ასრულებს წესს. თქვენ გონიათ ქრისტიანობასა და არა, რა თქმა უნდა არ გონიათ, მაგრამ ისე ვსვამ რომ კითხვა. რა, ქრისტიანობასა და ისლამს შორის განსხვავება გარეგნულ წესების შესრულებაშია? მხოლოდ? და თუ არსი არ მესმის მაშინ. ანუ ესეა ისტორიული რეალობა, ის გენეტიკური შიში და რაღაც ერთი მხარე და მე ჩვენი პრობლემა. ჩვენი პრობლემა. მე გეტყვით რომ
იქ თუ ეკლესია, ქრისტიანული თემი, რომელიც არსებობს, იქ თუ ის ადამიანები, რომლებიც იქ არიან, თუ ისინი ნამდვილი ქრისტიანები გახდებიან, აი თითოეული ადამიანი გახდება, რა არის ნამდვილი ქრისტიანი, განმარტებას ვიძლევით. ეს ჩემი არ არის ეს განმარტება, ეს არის ქრისტეს განმარტება წმინდა წერილში, შემდეგ წმინდა მამები იმეორებენ და იოანე ახალი ღვთისმეტყველი პირდაპირ ამბობს, ესე თუ არ არის, ის ადამიანი ქრისტიანი არ არის. და რაზეა საუბარი? რომ თვითონ ადამიანი ხდება სული წმინდის მადლის წყარო. თვითონ ის ხდება წყარო. ღმერთი ხო არის წყარო და იმდანაც ახლოს არის ღმერთთან, რომ ეს წყარო აქედანაც ჩქებს. იქ რომ 1-20 ესეთი ადამიანი იყოს იმ სოფელში, დამერწმუნათ რომ ბევრი აჭარელიდან ძალიან ბევრი ქრისტიანი გახდება. ამიტომ ეს გადამდები. აი პრობლემა რაში. ასე აბუშენებიდან არა, მე კიდე ეხა მე უყურეთ არა, მე თქვენი ტყობა ვერ გაიგეთ. მე შევაფასე ეს არ შემიფასებია არც პოლიტიკურად, არც სახელმწიფოების თვალსაზრისით. არ შემიფასებია. არც არიან ძლიერი ქრისტიანები და შეიძლება მაგალითად გადავიზდეს და ჩვენი ბრალიც იქნება, ჩვენ ხელ შევუწყობთ. მომისმინე მე ვთქვი, მე რო იქ ვიყო მეთქი მღვდელი მე არ მომეწონებოდა ამ საქმის გაკეთება და ამ პოზიციას აქ რო ვაფიქსირებდი, მიქას დავაფიქსირებდი. არ არის სწორე კახეთში აშენდეს ესე იგი მეჩეთი. ამ პოზიციას დავაფიქსირებდი. მე დავაფიქსირე მაგალითად, ხო? მორჩა, მე მეტი რა უნდა გა რევოლუციისკენ ვერ მოუწოდებ ხალხს. მე ვთვლი, მე რაც თქვი რომ ეს არის გასაკეთებელი. მე შეიძლება არ ავაშენებინო ეგ ეკლესია ფიზიკური ძალით და ესე იგი ხალხი გავყაროთ იქიდან საერთოდ. არც ეს არ არის გამორიცხული. მაგრამ შეიძლება ეგეც არის რომ დროთა განმავლობაში ამ კუთხით დაგვიწყონ ხო შეიძლება რა ადრე თუ ცეცხლი და მახვილი შეგვიწყობენ ახლა ამ საკითხი შეიძლება დაგვიწყონ კი მაგრამ იცით რომ ძალიან ბევრმა არ იცის საერთოდ ქრისტიანობა ხო და აი პრობლემა ამაში მე რო ვიყო ესე იგი პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი მე შეიძლება სახელმწიფოებრივად ვიფიქრო ამ თემაზე და რაღაც გარკვეული ქმედება ან ფარულად ან აშკარად გავაკეთო მაგრამ მე როგორც მღვდელმა მე ხო მღვდელი ვარ როგორც მღვდელმა რა უნდა გავაკეთო როგორც მღვდელმა მე გეტყვი რა უნდა გავაკეთო მე რო იქ ვიყო არ შემეშინდებოდა ამის იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ ქრისტიანობის ძალაში ეს ხო არ არის რაღაცა თქვა არაქართული ისლამის შემოსევა ქართველები არიან შემცდარები არიან წავიდოდი ყოველდღე ვიქადაგებდი იმათთან ნიკოლოზ იაპონელმა ენა არ იცოდა ეს არის 19 საუკუნის ბოლო და მე-20-ის დასაწყისი ენა არ იცოდა იაპონური იყო 25-26 წლის აღიკვეცა ბერად ჩადის იაპონიაში და სიცოცხლის ბოლოს და ძალიან დიდხანს არ უცოცხლია მიტროპოლია შექმნა იაპონიაში ანუ რამდენიმე ეპისკოპოსი იყო უკვე და 30000 ქრისტიანი იყო ყოფილი სამურები გახდნენ ქრისტიანები მართლმადიდებლები როგორ მოახერხა ეს იმიტომ რომ ცოცხალის არწმუნება ჩაიტანა შედიოდა იმათ სახურებებს ესწრებოდა თვითონ ისინი სცემდნენ პატივს უკვე იმდანაც ესე იგი საოცარი ადამიანი იყო და ეს საოცარი ადამიანი რა ხდებოდა ესე იგი ან იქაური წარმართული რელიგიის მიმდევრები ამ პატივს სცემდნენ ან კიდე ესე იგი ხდებოდნენ ქრისტიანები და ინათლებოდნენ და ესე ნელ-ნელა იმარჯვებდა წარმართობას რა უნდა არის საქართველოში კახეთში ქრისტიანობა ვერ გაიმარჯვოს ჩვენი სისუსტეა მე აქცენტს ამაზე ვაკეთებ შემოკარგო თორე რა ღმერთმა დამიფაროს რომ ის მომხრე იყო მეჩეთები აჩენდეს საქართველოში მაგრამ მე ვაკეთებ აქცენტს თავარი რა არის თავარი თორე მე გეტყვით ქრისტიანობის ყველაზე დიდი მტერი არ არის ისლამი საქართველოში ქრისტიანობის ყველაზე დიდი მტერი არის ჩვენი უცოდინრობა და გაუნათლებობა ქრისტიანობაში და ჩვენი უღირსი მსახურება როდესაც წირვას ისე ვატარებ გული გმისკდება ხოლმე მე ამასინათ ამბიონდანაც თქვი ეხლაც გავიმეორე არ ვასახელებ სად არ ვასახელებ ვინ მაგრამ ვამბობ 100%-ით ნამდვილ ამბავს ჩვენი ერთ-ერთი სასულიერო პირი მაღალი იერარქი ეპისკოპოსი იყო წასული ერთ-ერთ უცხოეთში ერთ-ერთ უაღრესად ავტორიტეტულ მონასტერში სადაც მთელი სოფლიო ავტორიტეტს სცემს პატივს სცემს ავტორიტეტია ყველა მთელი სოფლიოსათვის არა მარტო მართლმადიდებლებისათვის და იქ მისცეს მას ქართულად წირვის ჩატარების უფლება და მან იქ წირა ქართულ ენას და რომ დამთავრდა წირვა იცი რაზე იყო საუბარი იქ დამთავრაო როგორც იქნა თავის ტყუილები ესმით ეს კატასტროფული შეფასება ჩვენს მღვდელთავრის მიერ აღსრულებული წირვის ანუ რას ნიშნავს ტყუილები უგულო მსახურება ცარიელი გუმხურვალებისაგან დაცლილი არაკონცენტრირებული
სად გინახეთ ეგეთი ქრისტიანობა? პავლე მოციქული ამბობს, სულით მდუღარენი იყვენი. უფალი ამბობს, ან თბილი იყავი, ან ცივი და ნელთბილი ხარ, ამოგანთხევ ჩემი პირიდან. სად გვინახავს? წირვა არის ცარი გახსნილი, როგორ შეიძლება ადამიანი ესე იყოს და შეხედეთ რა ხდება. მე ისეთი მე ხო ვიცი ეს რა ხდება. ჩვენი დამოკიდებულება იმდენად ამაზრზენია, რა ისლამი, რა ბუდიზმი, რა ათეიზმი, ყველაზე დიდი მტერი ჩვენვე ვარ. განსაკუთრებულად სასულიერო პირები, რომლებიც არასწორად ვაკეთებთ ყველაზე მთავარს. უყურე ნახეთ რა ხდება. წეგამ თქვი რომ შემოვიდა მეთქი ადამიანი და ათეისტ ბავშვებს უთხრა და გავიდა და ცხოვრება როგორ არ უნდა შეიცვალოს მეთქი. ხა წარმოიდგინეთ. ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ერისკაცი ხო? თბილისში გიცხოვრია, საქართველოში ბიჭი იყავი რა. უცებ რწმენა მოვიდა, უცებ მღვდელი გახდი. მღვდელი გახდი იცით რას ნიშნავს? ქრისტეს ხატი გახდი. და ეს ხატობა ყველაზე მეტად გესმით, ქრისტეს ხატი, ქრისტე გეწოდებს მეგობარს, მის მოწაფეს, ძმას. და რასაც ქრისტე აკეთებდა 2000 წლის წინ, ეხლა შენ გაკეთებინებს. შენზე ამბობს რომ, ესე იგი, შენზე ამბობს რომ, ვინც შენი ისმინა, ჩემი ისმინა. ვინც შენ მიგიღო, მე მივიღო, ხოლო ვინც შენ უარყო, მე უარმყო. გაძლევ ჩემი ღვთაებრივი ძალაუფლების ნაწილს, ვისაც მიუტევებ, მიეტევება ცოდები, ვისაც არ მიუტევებ, არ მიეტევება ნახერას. და საიდუმლოსერობა ჩაატარა პური დაღვინო გარდასახა ხორცსა და სისხლად აზიარა თავის მოწაფეები და შენ დაკავალ, ეხლა შენ გააკეთე ეს. და 21 საუკუნე შენ ამას აკეთებ. შენ ქრისტეს ხატი ხარ და შენი ხატობა, ქრისტეს ხატობა ყველაზე მეტად რეალიზდება წირვის დროს. არასოდეს ისი ახლოს ქრისტესთან არ ახარ, როგორც წირვის დროს. და იქ უნდილად იქცევი და ესე იგი იმას ათქმენებ გამოცდილ ბერებს რომ ტყუილები დაამთავრო, ამაზე მეტი კატასტროფა გაგონილა. როდესაც მე უნდილად და აღავლაპარაკობ უზნეოდ მსახურობ საკურთხეველში, მღვდელი არაფერი ჩემგან აღარ გამოვა და ყველაზე მთავარში ვღალატობ. აბსოლუტურად სანდო ადამიანი აღარა ვარ. რა ისლამი? თქვენ გონიათ რომ რამდენი ტაძარია საქართველოში დღეს? თქვენ გონიათ რომ ამდენი ცეცხლი ამოვიდეს ღვთაებრივი ამ ტაძრებიდან? საქართველოში დღეს იქნება საოცარი ქვეყანა იქნებოდა აქამდე, გინა ზნეობით, გინა გნებავთ პოლიტიკურად და გნებავთ ეკონომიურად. და გნებავთ ზნეობრივი თვალსაზრისით. იმიტომ რომ ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც არასწორი რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობენ, ადამიანები და ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მხოლოდ ქრისტიანობაში მხოლოდ კანონის ზედმიწევ ქრისტიანობაში ხედავენ, ქრისტიანობის არს ხედავენ ქრისტიანული წესების ზედმიწევნით აღსრულებაში, ესეთი ადამიანები ზნობრივად უფრო შეიძლება გადაგვარდნენ და უფრო უარესები გახდნენ, ვიდრე სანამ ეკლესიაში მოვიდოდნენ. იმიტომ რომ ესეთი ადამიანები ფარისევლებად ყალიბდებიან. და რა არის ფარისევლობა? რელიგიურობის დაყვანა გარეგულ წესებზე, როდესაც შენ მერე ქრისტეს მოკლა. თქვენ რაღაც გნებავდათ და მე გავაგზავნებ. მე პირადად პირველად ქუჩაში გავედი და ჩემს პატრიარქს დავდივდი. და მე ჩემი თვალით ნახე, ანუ რამდენ ხალხს, რამდენი ქრისტიანი იყო ჩემს წინაშე. და თუ ეს საჭიროა, მე ნებისმიერ ყოველთვის და თითოეული ჩვენგანი სადვართ ვერდით დავუდგეთ ჩვენს პატრიარქს. ჩვენს პატრიარქს ძალიან უნდა გვერდში დგომა. მე ამას ხმამაღლა ვამბობ. ამას ვერ შეძლებს ერთი მღვდელი, ორი მღვდელი, სამი მღვდელი, ამას ვერ შეძლებს ერთი-ორი ადამიანი. მე გეტყვით, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ღრმა პატრიარქი. თავისი როგორც მოაზროვნე. ძალიან ფაქიზი სულის მქონე ადამიანი, რომელიც საშინელ წნეხშია იმ გარემოდან რა გარემოც არსებობს საერთოდ სამყაროში, საქართველოში. მას ძალიან ხშირად ბეწვის ხიძე გავლა უწევს, რომ მაქსიმალურად დაიფაროს სამშობლო და ეკლესია. ძალიან რთულ მდგომარეობაშია. მე დარწმუნებული ვარ, რომ არის თემები, რომელზეც ის მხოლოდ ღმერთთან საუბრობს და კაცი არ აყავს გვერდზე, რომ მასთან ესე გული გახსნას. იმდენად სახიფათოა ეს ყველაფერი. და ძალიან უნდა მას გვერდში დგომა. თუმცა მე ბოლომდე გაცნობიერებული არა მაქვს რა ფორმით გავაკეთო. მე ვცდილობ ამის გაკეთებას ჩემი მსახურებით, სამღვდელო მსახურებით. მაგრამ ის რომ თქვა
მე დარწმუნებული ვარ ამაში, კი, თუ პატრიარქი იტყვის მთელი საქართველოს მის გვერდზე დადგება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, აქამდე არც უნდა იყოს რომ ესე იგი საქმე აქამდე არც უნდა მივიდეს, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრებით არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში უფალი გამოაჩენს. მაგრამ მას რო გვერდში დგომა უნდა და ჩვენი მხრიდან გარკვეულად აქტიურობაც რომ უნდა. ერის სტუდენტების დონეზე, ნებისმიერ დონეზე რომ უნდა ჩვენი მხრიდან აქტიურობა, ამაში დარწმუნებული ვარ. ლოცვის დიახ. ანუ ეხლა თქვენ რაც ახსენეთ, ეს უბედურებები არის იგივე, რომ ტაძრებს არაშენებენ და აშენებენ სხვადასხვა რელიგიური მიმდევრობის რაღაც შენობებს, ხო? მე ესე დავარქმევდი. ანუ ეს ხო არის უბედურება. მე მაინც მოვერიდები, თქვათ, ესეთი განსაცდელების უბედურების რანგში გაყვანას. იმიტომ რომ ერთის დავზანდი, რა თქმა უნდა, განსაცდელი ჩვენ გვაძლევს სტიმულს, რომ ყველაფერი სიკეთისკენ შემოტრიალდეს. თუმცა შეიძლება არ შემოტრიალდეს, ეს სხვა თემაა, მაგრამ საერთოდ ამ ბოროტებაში უფრო მეტად ჩვენ ზნეობრივი ადამიანის ზნეობრივი პრობლემები და სულიერი პრობლემები დავსახეთ. და ის რო თქვა რაღაცა შენდება, არასწორად ხო? იმათვის, ვინც ქართული კაცი რო ისლამს მისდევს, ჩემის აზრით ეს არის ბოროტება, უბედურება, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ სოფლისათვის და იქაური სასულიერო პირებისათვის ეს სასახად ბოროტება არ არის. იმ სოფლისათვის ეს უნდა გახდეს სტიმული. თუ გახდა ეს სტიმული, რომ იქ ქრისტიანობა იფეთქა და ქრისტიანობა აყვავდა, ხო? მაშინ ეს იქნება უკვე გამარჯვება. ეს არის ესე, მაგრამ იმისთვის, ვინც ამას მისდევს, ვინც ქრისტეს უარყოფს სხვა რელიგიაში, რა თქმა უნდა ბოროტებაა. ლოცვის გარდა კიდევ რითი შემიძლია დავეხმარო ადამიანს, რომელიც უფალს განეშორება და არასწორი ცხოვრებით ცხოვრობს. მირჩიეთ რამე. ლოცვა და პირადი მაგალითი, ეს არის ყველაზე სწორი. პირად მაგალითი ძალიან დიდი ძალა აქვს. ძალიან დიდი ძალა აქვს. მამაო შემთხვევით გავიგე რომ ჩემი კურსელი რომელიც ხულოს რაიონიდანაა მუსლიმია. მინდა დავეხმარო და უჩვენო სწორი გზა. მაინტერესებს თქვენ რას მირჩევთ. მე რომ მაგალითად გიჩვენო სწორი გზა, მე თვითონ უნდა ვხედავდე მას და არა მარტო ვხედავდე, მივდიოდე. მეტი არაფერი. ქრისტიანობა არასოდეს არაფერს არ ამტკიცებს. ქრისტიანობა ამოწმებს. ამოწმებს თავისი ცხოვრების, ქრისტიანი ამოწმებს. აი ვამბობ, ანუ სიცოცხლე უნდა იყოს ჩემ სიტყვაში. თუ ჩემ სიტყვა სიცოცხლე და გულხურალება აკლია, მაშინ ძალა არ ექნება. და თუ მე გზას ვხედავ, გზა ნიშნავს, რომ ჩემში ეს გულხურალება არის, იმიტომ რომ ქრისტიან მოსს მე ვარ გზა. ანუ გზა რაღაც აბსტრაქცია კი არ არის, ან ვექტორი. გზა თავად ქრისტეა და თუ ქრისტესთან ხარ გულხურალება გაქვს. გულხურალება თუ გაქვს, შენი სიტყვა, შენი ქმედება, შენი გამოხედვა. ქრისტეს თვალებით იყურები თუ შენში ქრისტე. და ამაზე მეტი მოწმობა საჭირო აღარ არის. და ის თუ ეხლა ვერ დაინახავს, ეს უკვე მის საქმე. რა დატვირთვა აქვს წირვის დაწყებამდე და მის შემდეგ ხელბანის რიტუალს. ეს ისტორიულად ალბათ იყო გარკვეულად ჰიგიენის თვალსაზრისით, რომ და ჰიგიენა და წყალი ხო სიწმინდის დაბანვა ხო სიწმინდის სიმბოლოა და მას საკურთხეველს მივიახლო და იქ ლოცვაც იკითხებაო, დავიბანი უბრალოებით ახენით ჩემი და მოვადე საკურთხეველსა შენსა უფალო. ანუ ესე იგი მე ვიწყებ მსახურება შესაკურთხეველთან მოვადი და ხელების დაბანა, ანუ ამითაც გამოვხატავ, რომ მინდა რომ წმინდად გემსახურო, სუფთა წმინდად. და მსახურების შემდეგ მაინც შეიძლება შეხებაში სიწმინდესთან ვიყავი და იბანს ადამიანი და მე წმინდა ადგილას დაიღვრება. ამას პრაქტიკული დანიშნულება აქვს. ამდენად გამართლებულია მტკიცება, რომ სიკეთე და ბოროტება მხოლოდ შეფარდებითი კატეგორიებია და ერთი მეორის გარეშე არც კარგავს. შესაძლებელია თუ არა ბოროტების აღმოფხრა და რომ ხოდახობ არ გაუფასურდება ამის შემდეგ სიკეთე. იცით, ამაში გარკვეული აზრი დევს, რომ სიკეთე და ბოროტება თანაარსებულია და თქვათ ერთი და მეორეს ერთის არსებობისათვის ერთი რომ იყოს მეორეს არსებობა აუცილებელია, მაგრამ ქრისტიანული თვალსაზრისი ცოტა უფრო სხვანაირია. ქრისტიანული თვალსაზრისით მეწეგანაც გითხარით, იმიტომ მოვიტანა სინათლის და სიბნელის მაგალითი, რომ ქრისტიანული თვალსაზრისით არსი მხოლოდ სიკეთეს გააჩნია. ბოროტება სიკეთე არა აქვს. და ბოროტება არის იქ, სადაც სიკეთე იკლებს. სიკეთე იკლებს იქ, სადაც თავისუფალი არსების ნება წინ აღუდგება ღვთაებრივ სიკეთეს, ანუ ადამიანი ან ანგელოზი, ანუ ეშმაკი. აი ეს არის.
ამიტომ მარადისობაში თუ ჩვენ ვცხონდებით, ვიქნებით აბსოლუტურ სიკეთეში, სადაც არანაირი ბოროტება აღარ იქნება. ანუ მზე, რომელსაც ჭდილი არ ახლავს, ხო, ესეთი სიმბოლური სახეა. მზე, რომელსაც არ ახლავს ჭდილი. ეს და ოღონ. აი, აქაც ძალიან ნიშანდობლივია სიმბოლო. აი, მაგალითად, თუ მე ჩაგიყვანე სარდაფში და ყველა ჭუჭრუტანა დავგმანე, აღმოჩნდები აბსოლუტურ სიბნელეში. ეხლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შენ ეხლა პირველ სართულზე იქნები თუ მე-100 სართულზე ქვემოთ, სარდაფში. ქვემოთ მე-100-ზე. ყველგან ერთნაირი სიბნელი, ანუ სიბნელის არსი, სიბნელი არის სიბნელი, დაბნელი და მორჩა, იმაზე მეტი სიბნელი არ არსებობს. რაც შეეხება სინათლეს, ყოველ სინათლეს კიდე შეიძლება აუწიო და უფრო მეტი სინათლე გახადო. ანუ ფიზიკური ანალოგიის მოხმობაც კი გვაჩვენებს, რომ სინათლეს აქვს უსასრულოდ სინათლის მიმართულებით უსასრულოდ ზრდა შეიძლება. ხოლო სიბნელეში არის სიბნელე და დამთავრდა. ამიტომ ჩვენ თუ ვცხონდებით და აღმოჩნდებით სინათლეში ღვთაებრივ ღმერთთან, ხო? ჩვენი ზრდა ღმერთისკენ, სრულყოფილებისკენ და სინათლეში უსასრულოდ გაგრძელდება. ასე რომ ჩვენს ზრდას ღმერთში და სრულყოფილებას ჭრილი არ ჭირდება. ეს არის ქრისტიანული სწავლება. ხოლო ამ ქვეყანაზე, კი ბატონო, ამ ქვეყანაზე გარკვეული არეულობა არის და ბოროტება არსებობს ჩვენი ნებიდან გამომდინარე და არა ღმერთიდან, მაგრამ რომ არსებობს ის გარკვეულად ჩვენ გვაძლევს ზნეობრივი ზრდის შესაძლებლობას, იმიტომ რომ მე თუ ზნეობრივი არჩევანი არ გავაკეთე ყოველდღიურად, მაშინ მე ვერ გავიზრდები, ხო? მე უნდა სიკეთე თუ ბოროტება ყოველ წამს არის ჩემ თვალწინ და მე ყოველთვის უნდა ვაკეთო არჩევანი და ჩემი პიროვნება უნდა გამტკიცდეს სიკეთეში. ამბავ თქვენ სიკეთის ხარეს ახსენეთ მორჩილება და მასთან დაკავშირებით მაინტერესებს ერთი კითხვა, რატომ უკავშირდება ბევრი მამაო თავის მრევლს გარკვეული წიგნების კითხვას, გადაცემების ყურებას, რატომ უნდა დაემორჩილოს მრევლი მათ? მორჩილება, რა ვიცი, ესეთ ჩემთვის ცოტა გაუგებარია წიგნების აკრძალვა რას ნიშნავს, მე ვერ ხვდები. მე წიგნებს ჩემ მრევლს არ უგზავნავ წიგნების კითხვას არანაირს. რა თქმა უნდა, თუ ადამიანი იწყებს ეროტიკული ფილმების და წიგნების კითხვას, ვეთქვი რომ არ არის სწორი. თვითონაც ხდება, ამას არ ჭირდება აკრძალვა. საკმარისია ერთხელ უყუროს რამე ესეც გარყვნილებას, რომ მე თვითონ ხდება, რომ როგორ აბიძურებს ადამიანის სულს და არ არის საჭირო ეს შფოთი შემოაგდა და ასე შემდეგ. და დანარჩენი ახლა აზრის მე თუ რა თქვა მომიტანა ეს წიგნი, რომელიც მე წაკითხული მაქვს და ვიცი რომ იქ ბევრი არასწორია. მე ვეთქვი რომ გინდა წაიკითხე, ჩემი აზრით იქ რაღაცები არის არასწორი, ვეთქვი და ეს არის. ჩემ პოზიციას დავაფიქსირებ. მე ვერ ხვდები და ეს რას ნიშნავს? რა მოტივით უგზალავენ? მე ჩემთვის ეს გაუგებარია. მამაო, მაინტერესებს მართლად მიგაჩნია თუ არა მთავრობის მიერ საპატრიარქოსათვის 25 მილიონის გამოყოფა. გამოიწვევს თუ არა ეს სასულიერო პირების მიერ მატერიალური მოთხოვნილების დას. ხომ არ იქცევა ტაძარი ასეთ ისევ ვაჭრობის ადვი. ეს არასწორი ინფორმაცია გაქვთ თქვენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თანხა სასულიერო პირებამდე მიდის. ეს თანხა სასულიერო პირებთან არ მიდის. ეს თანხა ხმარდება განათლების სისტემას ძირითადად. თუ რამე ამის მიღმა არის და მე არ ვიცი, ეგ სხვა თემაა, მაგრამ ოფიციალურად იქ როგორ არის ისეთ ბიუჯეტში გაწერილია ზუსტად რომელ სასწავლებლებს რა თანხა უნდა გადაერიცხოს. და სასწავლებლები ძალიან ბევრია. ეხლა სხვა თემაა ეს სასწავლებლები რამდენად მიზალმიმართულ, რამდენად სწორედ და მართებულად ხარჯავენ ამ თანხას. ანუ რამდენად ეფექტურად იხარჯება ეს თანხა იმისათვის, რომ ჩვენ კარგი სასულიერო განათლება მივიღოთ ნებისმიერ მიმართულებით. ეგ სხვა თემაა და ნუ სამწუხაროდ ბევრ შემთხვევაში ალბათ კრიტიკას ვერ უძლებს. მაგრამ უშუალოდ სასულიერო პირებამდე, თქვა ჩემამდე, სხვამდე ეს თანხა საერთოდ არ მიდის. და საერთოდ ეს მითი, რომ სასულიერო პირები ძალიან მდიდრები არიან, არის მითი. დამიჯერეთ რა, მე რა თქმა უნდა სასულიერო პირი შეიძლება იყოს ვიღაცა მდიდარი, მაგრამ ეს არა იმიტომ, რომ მას მღვდლობის, ან მღვდელი როგორ ცხოვრობს. შეიძლება ბევრმა არ იცის, მღვდელი ცხოვრობს, მღვდელი იკვებება საკურთხევლიდან, მოდი ესე ვთქვათ. ანუ ის შესაწირი, რაც შედის ტაძარში, ეს ეხანდელი გამოგონილი არ არის. ძველი ათმა წაიკითხეთ, ეს პედაგოგ საფრთხო დადგენილებაა, რატომ ეს შეგნებულად არის გაკეთებული. პირიქით არსებობს საეკლესიო სამართალი, რომელიც მღვდელს საერო საქმიანობასაც კი უგზალავს, ბიზნეს მაგალითად და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მღვდელი თუ ბიზნესში არის
ქვეყნები, სადაც ისე უჭირს. მაგალითად, ეხლა ამ წუთში არ ვიცი, მაგრამ ეხლა ალბათ არა უკვე ქართველები გამრავდნენ, მაგრამ მე ვიცი რომ მაგალითად წმინდა გრიგოლ ფერაძის მიერ დაარსებული წმინდა ნინოს ტაძარი პარიზში რომ არის, იქ იყო ერთი, იქ დაბადებული ემიგრანტია ქართველი, რომელიც შაბათ-კვირას ტაძარში იყო ხოლმე. დანარჩენ დღეებში მუშაობდა რომელიღაც მაღაზიაში დაცვაში. რომ ოჯახი გამოიყვება, იმდენად არაფერი არ ქონდა. ეს არ არის სწორად. ესე იგი, საეკლესიო სამართალი ესეთ რამეს ამბობს, რომ მღვდელი საერო საქმიანობას არ უნდა ეწეოდეს, რომ არ მოცდეს არც მისი ნერვული სისტემა, არც ცნობიერება, ანუ მთლიანად ჩართული უნდა იყოს საეკლესიო მსახურებაში, სწავლობდეს, კითხულობდეს, ლოცულობდეს, რომ აი ამით დაგროვდეს მისი მუხტი მადლისმიერი, ინტელექტუალური და ეს ყველაფერი მერე გასცეს, ესე იგი, უშურველად გასცეს. ამისთვის არის. ამიტომ მღვდელი იკვებება ეკლესიის შემოწირულობიდან. ამიტომ მღვდელი ვერ იქნება მდიდარი, იმიტომ რომ ეკლესია თვითონ არ არის მდიდარი. მრევლი ძალიან ღარიბია. ეს თანხები, რაც აქვს, ეს არც ერთი თეთრი არ მიდის სასულიერო პირებამ. ეს არის განათლებაში ნაწილდება. ამიტომ მღვდელი შეუძლებელია იყოს მღვდლობით მდიდარი. სხვა საკითხია, როდესაც შეიძლება მღვდელი შეიძლება იყოს კარგ მანქანაზეც კი იჯდეს, მაგრამ ამ დროს მას იმ მანქანაში ჩასასხმელი თანხა არ კონდეს. ესეც შეიძლება. იმიტომ ეს მანქანა ვიღაცა მაჩუქა, მაგრამ ესე ვიღაცა წარამარა ბენზინს არ ჩაუსხავს. მაგრამ მაგ ლაპარაკი სხვა რამეზეა. რა პრობლემა არსებობს აი მღვდელის ფინანსებთან დაკავშირებით? როდესაც სასულიერო პირისათვის პრიორიტეტი, ანუ მთავარი არის არა ღვთისმსახურება და ქრისტესთან ურთიერთობა, არამედ მიწიერი კაცია და მატერიალური კეთილდღეობა. მაშინ, როცა ის მთავარი არ არის და იმ მთავარში ვერ იხარჯება, მერე შეიძლება უკვე დაიხარჯოს არასწორად. არასწორი, იცით, ესეთი რაღაცები არსებობს ახლა, რომ დაგიმალოთ რა არ იცით თუ რა, როდესაც მიხვალ ნათლობაზე და გეტყვის, რომ ანჯური ქორწინება ეტყვის. ეს ღირს ამდენი ძმაო. თორა და არა. აი, ანუ ეს არის კატასტროფა. აი, ვინც ამას აკეთებს, რომ ეს ღირს ამდენი და თუ არა და არა, მე მაგათ ჩემი ძალაუფლება რო იყოს, მე მას ჯვარს მოხსნიდი. შენ დალოცილო, ილოცე და იმსახურე და ის კაცი შეიძლება გწირავს და არ ხტოვებს და თუ ანუ რატო ფიქრობ ამაზე? და თუ გეფიქრება, ეს ჩვენი ბინძური გულის თქმა და უნდა მოვერიოთ. შენი ფიქრე, ოჯახი მყავს, შვილები კი ბატონო, მესმის. მაგრამ ესე იგი ღმერთი არ არის? შენ ვისი მსახური ხარ? განაღმერთის არა? როგორ ფიქრობ, შენ ერთგულად ემსახურები ღმერთს და უფალი შენ შვილებს შიერს დატოვებს და წამლის გარეშე და სწავლის გარეშე და ჩატასაცმლის გარეშე არ იქნება ეს. შენ ემსახურე. ცოტა გაქვს, მადლობა უთხარი ღმერთს, ბევრი გაქვს, მადლობა უთხარი ღმერთს. დამთავრდა. და როგორცაც შენ უკვე იწყებ ცუდი სიტყვა, ხო, მაპატიად გამოვიყენებ, ჩალიჩს, ფული იშოვო, შენ უკვე მღვდელი აღარ ხარ. პრობლემა ამაშია. ანუ არასწორ მიდრეკილებაში, არასწორ დამოკიდებულებაში მსახურებისა. თორემ მდიდარი მღვდელი სად არსებობს, არ გადამრიო. ხოლო თუ ვინმე მართლა არის მდიდარი, მღვდლობიდან მდიდარი ის არ არის. მართლა მდიდარი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს მდიდარი, თუ მას რაღაცა პარალელური საქმიანობები აქვს. აი ეს არის. თორემ მე მღვდლები ვიცი, მართლა საწვავის თანხა არა აქვთ და ესე იგი წესიერად სახლი არა აქვთ და უპატიოსნესად მსახურობენ და ეს მე ვიცი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამის მიღმა თუ რამეა, ცოდვილების მეტი რა არის, მღვდელიც არის ცოდვილი და ერისკაცის და შეიძლება მღვდელიც არასწორად ცხოვრობდეს და ისიც ახლა ეგ კი როგორ უნდა იყოს ქრისტიანის დამოკიდებულება სიკვდილისადმი ადამიანს, წეგამ თქვი მე პავლე მოციქულის სიტყვები. ჩემი სიცოცხლე არის, ქრისტე არის ჩემი სიცოცხლე და სიკვდილი შესაძინელი, ანუ სანატრელი სასურველი. თუ ჩემთვის სიცოცხლე არის ქრისტე, ჩემთვის სიკვდილი ხდება გარდაცვალება. აი ეს არის. ადამიანს ხომ უნდა სურდეს უფალთან შეხვედრა, მაგრამ შეიძლება მზად არ იყოს, რა თქმა უნდა, მზად არ არის. იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან ბოლომდე გასაგები არც კი არის, რას ნიშნავს ქრისტე ჩემი სიცოცხლეა. ოღონ ამას უნდა ვამბობდე არა გრძნობის მიერად, უბრალოდ ემოციურად, არამედ არსობრივად, ჩემი სული უნდა ამბობდეს ამ. არც იმის თქმა შეიძლება მზად ვარო, უნდა გვეშინოდეს სიკვდილი თუ უფლის კაცმოყვარების გამო გვინდოდეს. ერთის და მეორეც მე მგონი. გვეშინოდეს კიდევაც და უფლის კაცმოყვარების იმედიც უნდა გქონდეს. ბუნება, რა არის დაზიანებული ბუნება? რა ბუნებას აქვს ადამს მას შემდეგ, რაც ღმერთს დაცილდა? ადამიანი ცილდება ღმერთს შეგნებულად, აღმოჩნდება სიბნელეში და მისი ბუნება, როგორიც გახდა,
ესეთი იყო პირველივე შვილი კაენი. შემდეგ დანარჩენი შვილები. იმათი შვილები და ჩვენ ესეთები ვართ. ანუ ჩვენ რო ვიბადებით უკვე ჩვენში არის ღმერთს დაცილებულობა, ღმერთს დაცილებული ვართ. აი ეს უფსკული რო ვახსენებ, ღმერთსა და ადამიანის რწმენასა და ესე იგი სიკეთეს ანუ ღმერთს შორის არის ეს ჩვენი დაზიანებული ბუნება. რომელიც ღმერთს დაცილებულია. აი ეს არის ცოდვის ერთი განმარტება, რომელიც საკუთარ თავს რეალიზებს საქმეში. ეს ცოდვის მეორე განმარტება უკვე, როცა საქმეში ჩადიხარ. ბიბლიის მიხედვით, როცა კაენმა მოკლა აბელი, ღმერთმა ის დასაჯა და დაადო დაღი, რომ მისი მოკლა არავის შეძლებოდა. და თუ ვინმე მოკლავდა, კაენს შვიდგზის მიეზღვებოდა. ვის უნდა მოეკლა კაენი თუ მაშინ ადამი და ევა იყვნენ და არა, მარტო ადამი და ევა არ იყვნენ კაცო. ადამ და ევას ძალიან ბევრი შვილი ყავდა. იმათ კიდე შვილები, მათ კიდე შვილები, თითოეული ადამიანი 1000 წლამდე ცხოვრობდა და წარმოედგინეთ, რამდენი ადამიანი იქნებოდა გარშემო. დაიანგარიშეთ, მათემატიკა კი იცით. ესე იგი, ადამიანს ცოლს მოიყვანდა 20 წლის ასაკში, ვთქვათ, და კიდე უნდა ეცხოვრა, ვთქვათ, 850 წელიწადი ან 950. და 970 წლამდე კაი ჯანზე იყო. ამდენ შვილს გააჩენდა. რა ვიღუნოთ, როცა ხედავთ, რომ მანდილოსანი შარლით შემოსილი შედის ტაძარში. ეცა და გააგდო იქიდან. რა უნდა არაფერი არ თავინა გაანებო. არაფერი არანაირი რეაქცია არ უნდა ქონდეს, აბსოლუტურად. რაც შეეხება მოძღვარს. მოძღვარმა უნდა შეხედოს და რეაქცია არ უნდა ქონდეს გარეგანი. და თუ ის მანდილოსანი მას დაელაპარაკება, სიტყვა არ უნდა ახსენოს შარლას. მე მაგას შარლიან რომ მოდის არაფერს არ ვეუბნები შარლა, აბსოლუტურად. მახსოვს ამასინათ მოვიდა შარლას ვინჩიბის. ესეთი მოკლე კაბა ეცვა რომ არ ვიცი. არაფერი არ მეთქვია. თავის პრობლემაზე მოვიდა, დაღლილი ვიყავი წირიდან გამოვედი ძლივს ვიდექი ფეხზე. პრობლემით მოვიდა ადამიანი. და მე საერთოდ არ უყურებდი მის დასაცმელს ახლა, რომელიც რა თქმა უნდა დავინახე. არამედ იმ პრობლემის არში ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ ვერაფრით ვერ გავუშვებდი. შემდეგ ის მოვიდა წირვაზე. წირვაზე მოვიდა ესეთივე მოკლე კაბით, არაფერი არ მithქვავს, ჯვარზეც მოვიდა. კენაღმენა ვიკბინა ენაზე რომ არ მეთქვა არაფერი. და შემდეგ წირვაზე მოვიდა გძელი კაბით. რომელია სწორი? რომ ვცემოდი ეხლა რა მელაპარაკები ამ კაბით შემოსულ ხარ რა? დაამთავრდა ყველაფერი. იმაზე ისეთი პრობლემა და ისეთი ტკივილი ქონა რომ საერთოდ შეიძლება 100 წლის გარეშეც გამოსულიყო, შეიძლება არც ახსოვდა რას იცმევდა. გესმით? ჩვენ უნდა ვიგრძნოთ ადამიანი. ვიგრძნოთ და გავიაზროთ რომ თუ ადამიანი რაიმეს გარეგნულად არასწორად ჩადის ეს შინაგანი მდგომარეობის შედეგია და მე როგორც მღვდელმა უპირველეს ყოვლისა შიგნით უნდა ჩახედვა ვეცად. ადვილი კი არ არის. ადვილია ეს. რაღაცვია კაცოა, აბა ეხლა კიდე მოусვი. ეს ადვილია, რა თქმა უნდა. აბა შიგნით ჩაიხედე როგორი. რა ვიღუნოთ ნების ამგზავრელი ჩაცმულობის წინააღმდეგ. თვალს უნდა ასწავლო იყოს მაგიდი შეგბურთი რა ხოც პინგ-პონგი. ეგეთი. ჩვენი თვალი არის ხოლმე ისარივით. ესე იგი გაატარებ და ჩააფრინდებ პირდაპირ. ვეღარ აძრობ იქიდან და უნდა იყოს პინგ-პონგის ესე იგი გაატარე მოხდა და აირეკლა და გადაახტა სხვაგან. უნდა გჯეროდეს თუ არა ჩინური კალენდრის. მე მწამს ქრისტესი კალენდრის არა. რაც შეეხება იქ სადაც საუბარია ბედის წერაზე. ბედის წერა საერთოდ უარყოფს ცოცხალ ღმერთს. ჩინელებს ცოცხალი ღმერთი არ წამთ. თითქმის მათი სოფხედელობა გამსჭვალულია მხოლოდ კანონზომიერებით. ისინი ხედავდნენ საოცარ კანონზომიერებას სამყაროში. და თვლიდა რომ ადამიანი არის აი ამ დიდი კანონზომიერებაში როგორც ერთი ლამას ცხენში ერთი ცხენის ძუა. ოღონ სხვა ძუისაგან განსხვავებით ადამიანს აქვს თავისუფლების ცოტა შესაძლებლობა და აი ამ კანონზომიერებას ურევს. ძალიან ეს გაშორժებულად ჩინური ფილოსოფია ესეთია. ესე იგი მთელი პრობლემა სამყაროსი არის ადამიანი. იმიტომ რომ მას ის ამ თავისუფლებას არასწორად იყენებს. ანუ სამყაროსთან ჰარმონიაში კი არ არის, რომელიც საოცრად ჰარმონიულია. არამედ ესე იგი ცდილობს რომ აურიოს ყველაფერი. ღმერთი არ არის. რადგან ღმერთი არ არის, მათი ესე იგი კალენდარი სახიდან გამომდინარე უღმერთოა და რატომ უნდა მჯეროდეს?
ვინ არიან იეჰოვას მოწმეები და რატომ წარმოიშვა ეს მიმდინარეობა? ამის ეს ერთ-ერთი სექტა, რომელიც წარმოიშვა მე-20 საუკუნის დასაწყისში და თუ მე-19 საუკუნის ბოლოს. და თავდაყრით აყენებს წმინდა წერილს. ეს არის თემა, რომელიც ძალიან ბევრია იგივე ინტერნეტში ამის შესახებ ძალიან ბევრი წერია. მე მაგალითად ვერ ხვდები რატო შეიძლება გახდეს ადამიანი რომელიც საქართველოში ხდება იეჰოვას მოწმე აქ ერთ-ერთი მიზეზი აქვს ამას. ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მას ქრისტიანობის სიმაღლე, ვერ დავანახეთ. და აქედან გამომდინარე აღმოჩნდა იქ, სადაც ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი მოწყვრება რა. აბსოლუტურად. თუნდაც ის რა დღის რომ ღმერთი რო სამყაროს ქმნის, ამისათვის ჭირდება მანამდე შექმნას რაღაცა სული, რომელსაც უწოდებენ ქრისტეს და იმ ქრისტეთი ქმნის სამყაროს თუ რაღაც ესეთი. ღმერთს ასე ჭირდება დამხმარე სულები. უკვე ალოგიკური აქედან გამომდინარე. მეორე ის რომ თავარი რომ მთელი ჩემი ურთიერთობა არის ქრისტესთან, თქვათ. და ქრისტეს ვემსგავსები და ქრისტეა ჩემი გადამრჩენელი და ჩემი ცხონება რაში მდგომარეობს? Რაღაცში მდგომარეობს. ღმერთთან ყოფობა არ არის ჩემი ცხონება, აი ამაში ასაკ. ღმერთთან ყოფობა იეჰოვას მოწმეებში არ არის ჩემი ცხონება. ამიტომ მათი 64 რო ნახოთ მათ ბუკლეტებში, ჩვეულებრივი ცხოვრება გრძელდება, ოღონ უსასრულო. თუ ადამიანმა შეიგრძნო სულიწმინდის მადლი, ეზიარა ქრისტიანობის ჭეშმარიტებას და შემდეგ განუდგა ქრისტეს ცოდული ცხოვრებით, განახდება თუ არა სულიწმიდით ისევ და შევა თუ არა იგი ჭეშმარიტ სინამდვილეში ხელახლა. რა თქმა უნდა, ადამიანი სანამ ცოცხალია ხალხო რომელ საათამდე გვაქვს დრო? ასე მოუმატოს ისრაფის. ადამიანი სანამ ცოცხალია, მანამდე აქვს სინამდვილის საშუალება. რას ნიშნავს ღმერთმა თქვა, სიცოცხლის ნაყოფიც არ ჭამონ და მარადიულად არ იცოცხლონ. ცოტა რთული თემაა, იმიტომ რომ ძალიან ბიბლიის განმარტება საკმაოდ სიღრმისეულია ამ ადგილებისა. აქ მინიშნება იმაზე არის ძალიან ესეთი მარტივად რო თქვათ, რომ ადამიანს არ შეიძლებოდა, მოდი ესე ვთქვათ. აი ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს არ შეიძლება ეცოცხლა მარადიულად აი ამ მდგომარეობაშივე ყოფილიყო მარადიულად. და ეს ძალიან კარგად ჩანს ლოგიკურადაც. წარმოიდგინეთ, ადამიანი რეებს აღარ ჩადის. იცის რომ არათუ 100 წლის მერე შეიძლება ხვალე მოკვდეს და ჩვენს ამბიციებს მაინც საზღვარი არ აქვს. და ჩვენ ესე იგი ჩავდივართ საშინელ ბოროტებებს და ვიცით რომ ხვალ ჩვენ თვითონ მოკვდებით, მაგრამ აი არაფერს არ დაგიდებ. თუ ადამიანმა გადაწყვიტა რომ ბოროტება ჩაიდინოს, ხო? და წარმოიდგინეთ ადამიანი რო იცოდეს რომ არათუ მარადიულად 1000 წელი არ მოკვდება, რეებს იკადრებს. რეებს. 1000 წლის მერე რაღაც პასუხი მომეთხოვება, სად დავიწყდება ეს. ამიტომ თუ ადამიანი მარადიულად იცოცხლებდა ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში, როცა ის თავის თავში უკვე ბოროტებას ატარებს, მაშინ ეს ბოროტება ძალიან გამრავლდებოდა და სიკვდილის ზღვარს უდებს, სიკვდილის შიში და სიკვდილიც თავად ან ფიზიკურ სიკვდილს გულისხმობს, ზღვარს უდებს ჩვენს ბოროტებას. ეს რომ არ იყოს, ამიტომ არის რომ ეს არ მიიღონ, არ ვიცოცხლოთ მარადიულად ამ კუთხით, აი ამგვარად როგორც ეხლა ვარ. ამბობენ რომ 21 დეკემბერს 13 დღის განმავლობაში დაისადგურებს სრული სიბნელე, გაეთიშება შუქი, იქნება სრული სიჩუმე, რა აზრის ხართ ამ მოსაზრებაზე. მე 25-ში მაქვს მოზარდ მაყურებელთა თეატრში პლეხანოვზე. 25-ში მაქვს დიდი ლექცია. რომელ საათზე გვაქვს? 6 საათზე. იქ ვისაუბროთ. 21, 22, 23 გავლილი იქნება უკვე 24-25. იქ ვნახოთ. ან ისე იქნება, ან ასე. შეიძლება თუ არა სასულიერო პირი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდეს. სასულიერო პირი სასურველი არ არის, რომ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდეს. სასურველი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ უნდა აკეთებდეს პოლიტიკურ განცხადებებს, ოღონდ აქ ერთი ნიუანსია. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ერთი სასულიერო პირი არის ჩვეულებრივი ადამიანი და ძალიან ხშირად ჩვენში ანუ მე ვარ ქრისტეს ხატი და ვარ მოქალაქე. ანუ ვარ ზეცის მოქალაქეც, ან ხატი ზეცის მოქალაქისა და მიწიერი მოქალაქე. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი უნდა ენიჭებოდეს ჩემ ზეციურ მოქალაქეობას, ქრისტეს ხატობას და არა მიწიერ მოქალაქეობას.
მაგრამ მეორე მხრივ სეციერი მოქალაქეობა ხომ მისიონერულ ღვაწლს უნდა ეწეოდეს მიწიერ მოქალაქეებთან. ანუ იმასთან, რომლის წარმომადგენელიც ვარ ასევე მე ხო არჩევნებში მონაწილეობას ვღებულობ. მე არჩევნებში მონაწილეობას ვღებულობ, ხო როგორც მიწიერი მოქალაქე ვაკეთებ არჩევანს, მაგრამ ამავე დროს როგორც ქრისტიანი და თან სასულიერო პირი, ანუ მე ვაკეთებ არჩევანს ზნეობრივი თვალსაზრისით. აღარ ვლაპარაკობ რომ სულიერი თვალსაზრისითაც სწორი არჩევანს უნდა ვაკეთებ. ეხლა აქედან გამომდინარე თუ პოლიტიკური სიტუაცია არის გამწვავებული, მე შეიძლება რაღაცა წამწდეს პოლიტიკურიც. ეხლა ამის გამო არ შეიძლება რომ სასულიერო პირი დავსაჯოთ. მაგრამ აქ არის მეორე მომენტი, რომ რამდენად სწორად ხედავს სასულიერო პირი ზნეობრივი თვალსაზრისით მდგომარეობას როგორ აფასებს. ანუ მე უნდა ყველა შემთხვევაში პოლიტიკური მოვლენა უნდა შევაფასო ზნეობრივად. რა თქმა უნდა სულიერადაც. რამდენად ვახერხებ მე ამას? თუ ამას მე სწორად ვერ ვახერხებ, ეს ნიშნავს, რომ მე შინაგანად სულიერად დაცლილი ვარ და არ მაქვს ქრისტესთან ერთობა. შეუძლებელია სასულიერო პირის ქრისტესთან ერთობა კონდეს და მან არა მარტო პოლიტიკური, არამედ ნებისმიერი სიტუაცია ზნეობრივად სწორად არ შეაფასოს. ქრისტეს როგორ შეეშლება? და თუ ჩემში მე კი აღარ ვცოცხლობ, არამედ ჩემში ცოცხლობს ქრისტე, ესეც პავლე მოციქულის სიტყვებია. და ვისაც სული ქრისტესი არ აქვს, იგი არ არის მისი, ესე იგი თუ მე ნამდვილი სასულიერო პირი ვარ, ამ სიტყვის სწორი პირდაპირ გაგებით. ჩემში ქრისტეს სული უნდა ცოცხლობდეს და თუ ქრისტეს სული ცოცხლობს, მაშინ მე უნდა ზნეობრივი თვალსაზრისით სწორად შევაფასო მოვლენა. და თუ ეს შეფასება არასწორია, პრობლემა ჩემშია როგორც სასულიერო პირის. ეს მომენტი არსებობს, რა თქმა უნდა ეს ცუდია. მაგრამ ისე ხო, ჯობია რომ კიდევ ერთი ნიუანსია. მე უნდა გავითვალისწინო, რომ აქ ჩემ ორი ჯგუფი ადამიანები შეიძლება იყვნენ, რომლებიც ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე არიან, მეორე პოლიტიკურ პლატფორმაზე და მე ორივეს ქრისტე უნდა უქადაგო. მე თუ პოლიტიკურ ლოზუნგების ქმას დავიწყებ, ის ადამიანი, რომელიც ჩემ საწინააღმდეგოდ ფიქრობს პოლიტიკაში, ჩემ ქრისტეზე აღარ მომისმენს, გამიგეთ? ამიტომ ალბათ ყველაზე სწორი ეს არის. სასულიერო პირმა მხოლოდ ქრისტე იქადაგოს, ოღონდ სწორედ და იყოს უნდა დარწმუნებული, რომ თუ ადამიანები ქრისტესაკენ სავალ გზას სწორედ დაინახავენ და ნელ-ნელა მოიპოვებენ თავის თავში ქრისტეს, მაშინ ისინი პოლიტიკურადაც აუცილებლად სწორ არჩევანს გააკეთებენ. დაბადებაში წერია, რომ ღვთისშვილებს მოეწონათ ადამიანები და ცოლად მოყავდათ. მერე ბუმბერაზები გაშთენ მათგან და ვინ იყვნენ ეს ღვთისშვილები და რას ნიშნავს, როგორ გააჩინეს შვილები ადამიანებთან. არა, ღვთისშვილები ადამიანებთან, თვითონ ღვთისშვილებად მოიაზრება სეითის მოდგმა და ადამიანებში მოიაზრება ამ შემთხვევაში ესე იგი კაენის მოდგმა. ეს და მოხდა მათი შერევა. ბუმბერაზები ნიშნავს იმას, რომ ისინი ესე იგი აშკაცურად ცხოვრობდნენ მიწიერი ცხოვრებით და ნაკლებად აინტერესებდა ზეციერი. იყო ძველი ზოგიერთი ადამიანი განმარტავდა ძველი მოღვაწე, რომ ესენი ანგელოზები ხომ არ იყვნენ, მაგრამ ეკლესიამ არ შეიწყნარა. რა თქმა უნდა. სახარებაში წერია, რომ იესო 40 დღე გამოიცდებოდა ეშმაკისაგან, რა სჭირდებოდა უფალს გამოცდა, რას ნიშნავს ეს? ქონდა თუ არა იესოს სულიერი ბრძოლები. იესოს სულიერი ბრძოლები როგორ ექნებოდა? ბრძოლები იცი როდის ხდება? როდესაც მე არასწორ პიროვნულ არჩევანს ვაკეთებ. რა თქმა უნდა ქრისტესთან ამ კუთხით არ იქნებოდა. ქრისტესთან იყო სხვა ტიპის ბრძოლა, ანუ როცა მისი ადამიანური ბუნება თავის უძლურებას ავლენს, შეაწყურია, ეძინება და სიკვდილი არ უნდა, ტანჯვა არ უნდა. ეს სხვა. ხოლო სიკეთესა და ბოროტებასა და უზნეობასა და ზნეობას შორის სულიერი ბრძოლები რა თქმა უნდა ქრისტეს არ ქონა, იმიტომ რომ სიკეთესა და ბოროტებას არჩევანს ჩემი კუჭი კი არ აკეთებს, ხო ხვდებით? ჩემ კუჭია და რომ არ მაჭმა ვიტანჯები. მაგრამ ეს სიკეთე და ბოროტება აქ არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ბრძოლა. აი, როდესაც მე პიროვნულად გადავწყვეტ, რომ მე შევჭამო და შენ არ გაჭამო, ესე იგი აქ მე პიროვნულ ბრძოლაში ვაგებ. გესმით? აი ეს და რატო არ ქონა ქრისტეს პიროვნული ბრძოლები? იმიტომ რომ ქრისტე პიროვნულად ადამიანი არ არის. იგი ღმერთია, რომელმაც ადამიანური ბუნება მიიღო. ანუ ძეღმერთის ღვთაებრივი პიროვნება ადამიანური ბუნებასაც მოიცავს უკვე და ადამიანური ბუნება ქრისტესი თავის თავს რეალიზებას უკეთებს ღვთაებრივ პიროვნებაში. მაგრამ თავისთავად ეს პიროვნება ღვთაებრივია და ბრძოლები როგორ შეიძლება ძაღმერთს ქონდეს, ხო ხვდები? და რაც შეეხება გამოცდას, რა თქმა უნდა ქრისტეს გამოცდა არ ჭირდებოდა. მაგრამ ეშმაკმა ეს ხო არ იცოდა.
ამიგეთ და ეშმაკი იმ მიმართულებებით აცდუნებს ქრისტეს რა კუთხითაც მან თავის დროზე ადამი აცდუნა თქვენ რო ნახოთ ეს ადგილი პარალელური ადამი როგორ კონკრეტ ევაზია გაშიფრული მაგრამ ადამიანსაც ეკუთვნის ევა როგორ შეცდა და როგორ ცდუნდა და რა დაემართა და ქრისტეს როგორ აცდუნებს და მე იოანე ღვთისმეტყველი ამას კიდე განმარტავს რომ ამ სოფელში ყველაფერი არის გულისთქმაი თვალთაი რომ მომხოჭელობა გინდა და სულ ყველაფერი შენ გინდა გულისთქმაი ხორცთაი ანუ რომ სიამოვნებისაკენ ისწრაფი და სიამაყე ამის სოფლისა ანუ სიამაყე ხო აი ამით გამოიცადა ევა და ადამი და დაეცნენ ამითვე ცდის ეშმაკი ქრისტეს ანუ გულისთქმაი თვალთაი გულისთქმაი ხორცთაი და სიამაყე ამის სოფლისა ის სამი გამოსდა ამას ეფუძნება და ეს იმიტომ რომ ვერ ხდება ადამიანური ხორცი რო აქვს ეგება თავიდან ბოლომდე ადამიანიაო და ეგება ვაცდუნო აი ამაში მდგომარეობდა ეს თქვენ თქვით რომ და თან უფალი მე გვასწავლის როგორ ამარცხებს ქრისტე როგორ ამარცხებს თქვა ეშმაკს ჩვენ გვასწავლის როგორ დავამარცხოთ ბოროტები თქვენ თქვით რომ მიდრეკილებებით ვიბადებით და მამის ხასიათი გადადის შვილზეო გამოდის რომ ფაქტიურად განწირულნი ვართ ვაირე და როცა უზნეოა მშობელი ასია ეს და მაგის გამო ჯოჯოხეთში მოხდება რადგან ისეთივე იქნება და არჩევნის საშუალება შეიძლება არ ქონდეს არა მე ეს არ მithქვავს ჩვენ მიდრეკილებებით ვიბადებით მაგრამ ეს მიდრეკილება აი რა მიდრეკილებაზეა საუბარი მოდი ესე ვთქვათ ეხლა ლაპარაკია ჩვენს მიდრეკილებებზე რომლებიც ძირითადად საკუთარ თავს ავლენს ინსტინქტში ჩვენ დაგვრჩა 15 წუთი 5-ამ ბატონო წაიქცევია სახლამდე ვეღარ მივეღარ რაო არაო ესე იგი ინსტინქტი ნახეთ როგორი რაღაცა არის აი მაგალითად ესეც საინტერესო თემაა ხო ჩვენ შეიძლება მრავალი ინსტინქტი გქონდეს ჩვენში თქვა ზოგს აქვს ძლიერად ინსტინქტი ესე იგი ემოციური ბუნება აქვს და მამამისი იყო როგორ იცის უიგინებოდა სახში წარამარა ჩხუბობდა ერთ ამბავში იყო ეს ბავშვი იბადება თორა პატარაობიდანვე ჩხუბის თავია ან თქვათ იქ მამამისა ბაბუამის მრავალი ცოლი ყავდა და ეს ბავშვი ესე იგი ასეთი მოჭარბებული ენერგიით იბადება ან მაგალითად ესე იგი ნუ თავისთავად ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე თავისთავად ცოდვა არ არის არც გამრავლების ინსტინქტია ცოდვა არც ეს გაღიზიანების ესე იგი თვისება რომელიც ადამიანშია ასე შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას საჭიროა მაგრამ თავარი სად როდის და როგორ გამოვიყენებ ამას გამიგეთ ამაშია საქმე ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ იმიტომ რომ არასწორად გამოყენებული გამრავლების ინსტინქტი ცოდვაა მაგრამ სწორედ ის აუცილებლად უნდა გამოყენებული იქნას დედობრივი ინსტინქტი სწორედ გამოყენებული ხო კარგია მაგრამ დედობრივი ინსტინქტი შეიძლება არასწორად იქნას გამოყენებული და შეიძლება ვიღაცა ქალმა სხვა ხას ბავშვი მოპაროს მაგალითად ან ძიძას მაგალითად ისე შეუყვარდეს თავისი შვილი რომელსაც ძდისო დედას წაართვას ან დედაზე ოპერატესობის მოპოვება მოინდომოს ეს ცხოველებში ხდება ხოლმე პინგვინები თუ გინახეთ ერთმანეთს კვერცხებს პარავენ და პატარა რო დაიბადება იმასაც და მალავენ მუცლის ქვეშ რომ დედას პარავენ ხოლმე გადააბიჯოს ფეხებს და დამალავს ესეც გას ვითომ არაფერი და ის ეძებს ანუ ის ჩვენთანაც არის ეგეთი რაღაც ხო ანუ მე მithქვა მინდა რომ რითაც ვიბადებით ეს არანაირი გარანტია ჯოჯოხეთის არ არის მაგრამ არც ამოთხის აი ადამიანი მაგალითად უყურეთ ადამიანი ზოგი იბარდება ვეფხვის ხასიათებით აი მაგალითად მე სამი შვილი მყავს ერთი სუპატარაა და ჯერ არ ვიცი როგორია და ერთი როგორია იცით უფროსი 4 წლის არის აი გინ მისთვის ჩაგიხედია თვალებში და გინ ვეფხვისთვის ვეფხვის თვალებია აი ესეთი კაცრი და ეს უბრალოდ ვერ 4 წლის ხوار ესე ვერ გაეხუმრები უბრალოდ და ესეთი შეუპოვარი მზერა აქვს და ეგეთია ხასიათებით მეორე არის 2 წლის გეგონება მონასტრიდან გუშინ გამოსული ბერი იყოს ეგეთი თვალები აქვს ბლოცველის თვალები აქვს ნახეთ როგორები დაიბადნენ ერთი ესე იგი მეომრის თვალებით იბადება და მეომრის სულიერი მდგომარეობით უკვე გამზადებული ეს ავლენს ძალიან ბევრ რაღაცაში
მეორე უკვე გამზადებული ბერის სულიერი მდგომარეობით დაიბადა. მაგრამ ნახეთ, გარანტიას ეს არაფრის გარანტიას არ იძლევა არც იქით არც აქეთ. იმიტომ რომ იმან აი ამ პოზიციიდან უნდა დაიწყოს ღვთისძიება მეომრის პოზიციიდან და იმან მეორე ბერის პოზიციიდან უნდა დაიწყოს ღმერთის ძიება. მაგრამ ორივემ უნდა იპოვოს ღმერთი, თორე თუ ღმერთს არ იპოვიან, არც ერთის იქნება რაიმე პლუსი და არც მეორესათვის რაიმე მინუსი, გამიგეთ? საწყისი პოზიციაა განსხვავებული და სხვადასხვა მოეთხოვება, სხვადასხვა ნიჭები აქვს. ეს არის და ეს. ღმერთის მე ხო დაკვირდით ბლიცის იქნება მეთქი პასუხები და ახლა ვეცდებ გამოვასწორო. ღმერთის სიყვარული და აქედან გამომდინარე სიკეთის გრაფაში რაც წერია შესაბამისად ყველაფრის მომცველი. შეიძლება ვთქვათ რომ რაიმე მოიცავს სიყვარულს. მგონი ადამიანისათვის სიყვარულზე მაღალი არაფერი უნდა იყოს. გეთახმებით სიყვარული კი არა ყველას მოიცავდა მეტნაკლებად, მაგრამ სიყვარული ალბათ ყველაზე ამაღლებული მაინც შეიძლება იმიტომ იყოს, რომ ყოველ შემთხვევაში იოანე გვასწავლის, რომ ღმერთის სიყვარულია. ღმერთის სიყვარულია. თუმცა ხშირად ეშლებათ ხოლმე და ამასინათ რაღაც საღვთისმეტყველო ჟურნალი იყო და გასწორება მთხოვეს და იქ ესეთი რამე ეწერა, რომ სიყვარული არის ღმერთი და სიყვარული არ არის ღმერთი. ღმერთი არის სიყვარული, ეს დიდი განსხვავებაა ამ ორ თითქოს და ერთ და იგივეა სემანტიურად, მაგრამ საღვთისმეტყველო თვალსაზრისით აი შეიძლება სემანტიკურად სწორი იყოს, გრამატიკულადაც, მაგრამ საღვთისმეტყველო თვალსაზრისით სწორი არ იყოს. ღმერთი არის სიყვარული. სიყვარული არ არის ღმერთი. ამიტომ რადგან მოციქულმა დაწერა რომ ღმერთი არის სიყვარული, ამიტომ თითქოს და სიყვარული ეს ყველაზე მაღლა დააყენა. შეიძლება. იმიტომ რომ ის ყველაფერს მართლაც მოიცავს. აქ ითქვა რომ სიხარული სიკეთეა, ხოლო მწუხარება ბოროტება. ხომ შეიძლება მწუხარება სიკეთესაც მივაკ. ამიტომ აქ სულიერი განმარტებები იყო, რა თქმა უნდა. გააჩნია, ესე იგი, მწუხარება რაზე და სიხარული რაზე. ხა სიხარული შეიძლება კიდევ იმეორებ, ხინკლის ჭამა მიხაროდეს, მომავალი ხინკლის ჭამა და ეს სიხარული ხომ არ არის. ხო? და შეიძლება მწუხარებაში ვიყო რომ რაღაცა მინდოდა ცოდვის ჩადენა და არ მომეცა საშუალება და დამწუხრდა, ხო? აქ ლაპარაკია სწორე გაგებაზე. ამიტომ არის ყველაფერს, მათ შორის სიყვარულსაც გაგება ხომ უნდა. ანუ ყველაფერს უნდა გვაგება. ესე იგი ეს რაც ჩამოვწერეთ ადამიანი ყველაფერზე აქეთ მოაწერს ხელს და თუ ისე იცხოვრებს ცუდად, ამის ნიღაბს გაიკეთებს, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. თავარია რომ ჩვენ სწორი ორიენტირი გქონდეს, რომ დავიკარგებით. ანუ ეს თავისთავად ეს მოცემული ცნებები არაფერს მოგცემს, თუ ორიენტირი სწორი არ აქვს. მაგალითად წუხარება, რომელიც გამოწვეული ადამიანის ცოდვილობის განცდის გამო. რა თქმა უნდა, ეს სიკეთეა თავისთავად ცხადია. მაგრამ სასუფეველში არ არის მწუხარება, აი გესმით, აი ამ მდგომარეობაზე. და ჯოჯოხეთი მარადული მწუხარებაა. ხედავთ, გაიყო უცებ. ნამდვილი მწუხარება და ნამდვილი სიკეთე, სიხარული. ღმერთს ცოდნოდა, რომ ადამიანები ამდენ ბოროტებას ჩაიდნენ, ალბათ არ შექმნიდა. მგონი არ იცოდა წინასწარ, თქვენ რას ფიქრობთ? თუ არის ერთი არსება, რომელმაც რაღაცები არ იცის, ის ღმერთი არ არის. აქ პრობლემა რატო ვერ იგებენ ხოლმე? ღმერთი, რომელმაც ყველაფერი იცის, ნასნიშნავს ყველაფერი იცის. აი ჩვენ მაგალითად არ ვიცით ხვალე რა იქნება. მაგრამ ღმერთისათვის ხვალე არ არსებობს. უпростоრედ ღმერთისათვის ხვალე იგივეა რაც ეხლა ეს წამი. ანუ ის რაც დროშია გაწელილი, ღმერთისათვის ის მოცემულობაა. ამიტომ ღმერთმა ყველაფერი იცის ნიშნავს იმასაც, რომ მილიონი წლის მერე რა იქნება ესეც იცის. იმიტომ რომ ეს მოცემულობაა ამისთვის. მაგრამ არის მეორე რამ. ადამიანი არის თავისუფალი. თუ ადამიანს წაართმევ თავისუფლებას და დააპროგრამებ მხოლოდ სიკეთის ქმნაში, მას აღარ შეეძლება ბედნიერება. იმიტომ რომ ბედნიერი მხოლოდ თავისუფალი არსება შეიძლება იყოს, რომელიც არჩევანს აკეთებს თვითონ. მე მინდა ვიყო ბედნიერი, მე მინდა ვიყო სიყვარულში, მე მინდა ვიყო სიკეთეში, მე მინდა მემსგავსებოდე ქრისტეს და მხოლოდ ამ დროს ავარ ბედნიერი. თუ მე ეს არჩევანი მე თვითონ არ გავაკეთებ, ხო? მაშინ ვიქნები უკეთეს შემთხვევაში ისეთი ბედნიერი, როგორც ძაღლი შეიძლება იყოს, თუმცა კაი საჭმელს დაუდებ. გამიგეთ? ადამიანური ბედნიერება მხოლოდ მის თავისუფალ არჩევანში მდგომარეობს და თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ მე არ მინდიხარ შენ და მორჩა. გესმით? ამიტომ ეს ისეთი რამ არის, რის გარეშეც თავისუფლება არ არსებობს, ბედნიერება არ არსებობს. ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი. ანუ დროში არ ვაჩვენოს ხუთულები და თქვენამდე ხაის კიდე. არა მე კი, მაგრამ აქ იმდენია, ეს არ დამთავრდება დღეს. ან ხო და თქვენ ერთსა კიდე დროში დავთ.
მოდი ხალხს ვკითხოთ. ეხლა არის 5 სუკლია 5 წუთი. როდის დავამთავროთ? მაშინ ესე გავაკეთოთ, რომ მე ვეცდები, რომ კითხები მაშინ ნუღა შემოვა და ვეცდები, რომ ეს დავამთავრო. ბევრია, ხო? აი ნახე. ხო. ესე თუ შემდეგზე ვეღარ მოვედი და მოვკვდი, ინტერნეტში ვნახეთ ხოლმე, ბევრი გადაგებებია ჩემს საიტზე და ტუტოცხალი ვიქენი კი მოვა. 5-მდე ახლა 21-ში რაღაცეები ხდება, შეიძლება ჩვენც არ წინასწარმეტყველები და ღვთისკაცები ღმერთის ნებით იბადებიან, თუ იბადებიან ჩვეულებრივ და მერე ღმერთი ირჩევს. აქაც არის ღვთის ნებისა და ადამიანის თავისუფლების თანხვედრა. ღმერთმა შეიძლება გაანჭვრიტოს შენი თავისუფალი არჩევანი, რომელსაც შენ გააკეთებ თუნდაც 20 წლის მერე და წინაპირობები შეგიქმნას. მე ვიცი რომ 20 წელიწადში ეს როგორც ინვესტიცია ისია. აი მე მყავს რამდენიმე ლექტორი ვარ და მყავს სტუდენტები და ამაში დავინახე საოცარი ნიჭი. და მე მასში ჩავდებ ინვესტიციას. ანუ მას მივცემ სწავლის საშუალებას, რაღაც შესაძლებლობებს მივცემ. ვიცი რომ მასში ის ნიჭი იფეთქებს გარკვეული დროის მერე. აი ღმერთი ესედებს ინვესტიციას ადამიანში, რომლის თავისუფალ არჩევანს წინასწარ ხედავს. და აძლევს მას იმას, რასაც მერე გამოიყენებს. მაგრამ ყველა შემთხვევაში ამ ადამიანს უნდა გამოიყენოს. ამ ადამიანს რჩება უნარი, შესაძლებლობა რომ არ გამოიყენოს, გამიგეთ? ამიტომ აი პავლე მოციქული ამბობს, დედის მუცლიდან გამომირჩიაო. რას ნიშნავს ეს? ანუ პავლე გამოირჩია, სხვა არ გამოირჩია, თავისუფალი ინვესტიცია ჩადო, იმიტომ რომ იცოდა რომ პავლე მოციქული იქნებოდა ყველაზე ესე იგი ნაყოფიერი მოციქულთა შორის. ეს მომენტია. ჩემი მეგობარი ძალიან უღირსად ცხოვრობდა. მოკლედ წამალს იკეთებდა. მე თვითონ ეკლესიური ადამიანი ვარ. ხელი მოუკიდე და ვატარე ეკლესია მონასტრებში და მოხდა სასწაული შობა დილას, როცა სამების ტაძარში პატრიარქი ლოცავდა ხალხს. ჩემ მეგობარს როდესაც დაადო თავზე ხელი, რაღაც ისეთი მოხდა, რომ 3 დღე ნეტარებაში იყო. მან შეიცვალა ცხოვრება და ახლა სწორი ქრისტიანული ცხოვრება დაიწყო, მაგრამ წლების შემდეგ მოწყდა ეკლესიას და ეხლა ძალიან მძიმეთაა. წამალს არ იკეთებს, დეპრესიაშია. აი ეს არის იმის თუ ეს ნამდვილია და ხო არ მოგატყილებდა ჩვენი მეგობარი, რომელმაც ეს მოგწერა. ეს არის ის შემთხვევა, რასაც მე წეგან ვსაუბრობდი, ან იმის დემონსტრირება. ანუ ეკლესიაში არის მადლი, რომელსაც უფალი გულუხვად გვაძლევს. ჩვენ გვყავს საოცარი პატრიარქი, მაგრამ ეკლესიაში სამწუხაროდ მინავლებულია სკოლა ღმერთთან ურთიერთობისა. და ამ ადამიანში მადლმა იმოქმედა, ამ ადამიანზე მადლმა პატრიარქის გავლით იმოქმედა, მოტრიალდა, მაგრამ არ იცოდა შემდგომში რა ეკეთებინა. და როცა ეს მადლი განეშორა, ვეღარ დაეწია. მადლი მოდის და უნდა განგეშოროს, მერე უნდა იპოვო სწორედ ცხოვრება. როცა ეს აღარ არის, ჩავარდა დეპრესიაში. ამიტომ რა თქმა უნდა, რაც აქ ხდება, ამ ადამიანის ბრალეულობა აქ არის, რა თავისთავად ხარდია, იმიტომ რომ სიმტკიცე ვერ გამოიჩენა ძიებაში, მაგრამ არის ჩვენი ბრალის ეკლესიას იერარქიას გულისხმობ, როცა ჩვენ ამ ადამიანს მოსულს ეკლესიაში ვერ დავანახეთ სწორი გზა. როგორ შეიძლება ეს, რომ ადამიანს სწორი გზა არ დაანახო? არ დაანახებ და ეს ხდება მე. ზოგი დეპრესიაში ვარდება, ზოგი არ ვარდება დეპრესიაში, მაგრამ ესე დადის რა, სასხოთაშორი. რა ვიცი, მე შემიძლია გავესაუბრო. ხოლო რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. სამშაბათობით, ოთხშაბათობით დილობით ტაძარში ვარ, თუ რამე არ შეიცვალა. შეიძლება ერთხელ ჩვენ წირვაზეც მოიყვანო, გავესაუბრო. მე არიან ადამიანები, რომლებიც აი ესე მოდიან, გაესაუბრები, მაგრამ ერთი რამე იცოდეთ რა, რომ რაც არ უნდა, აი პავლე მოციქულო გაუწოს ხოლმე და მოუყვანო. საბოლოოდ არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს. მაგრამ მე შემიძლია გავესაუბრო. როგორ დავეხმარო, აღარ მიჯერებს ხო ეს. ესია. ის ფაქტი, რომ ნიცშე ათეისტი იყო, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა წავიკითხოთ მისი ნაშრომები. რა ვიცი, მე ამ წაკითხაში პრობლემას ვარ. რა ვიცი, ვერ გეტყვი რა. მე არ ვიცი თქვენ, მე მაგალითად, ჩემზე ცუდად არ მოქმედებს. მაგრამ ერთი ნიუანსი არის. რა შემთხვევაში არ მოქმედებს ცუდად. თუ მე მიდრეკილი ვარ ქრისტესკენ, ვერაფერი ვერ დამაშორებს მაცხოვარს. და კიდე ჩემში არ უნდა იყოს ამპარტავნება. რა, რომ
ვინ არის ნიჩსე და ესეთ ყველა არასწორ მოძღვრების უკან დემონური ძალების დგანა. ესეც უნდა გავითვალისწინო. შეიძლება რაღაცის წაკითხვამ შემარყიოს, შემრწმენას დაეჯაჯგუროს. მაგრამ ცირა მაპატიე რწმენა, თქვა დაეჯაჯგურა რწმენას, მე რა. მე ვამბობ, ხოლმე ჯაჯგურები, ხო გინდა რომ შემირყიო და ხო გინდა თქვა რომ ვაღიარო რომ აი ღმერთი შეიძლება საერთოდ არც იყოს, ხო? ეს გინდა არა, ეშმაკი ესე მიშვება. რა პრობლემაა? მე მაინც ქრისტეს ერთგული ვჩები. მე მაინც ქრისტეს ერთგული ვჩები. დამთავრდა, შენ უნდა დაინახო ვინ არის ქრისტე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შენთვის არ უნდა გქონდეს მარადისობაში კომფორტში იქნები თუ არ იქნები. ქრისტეს შეიძლება უღალატო? აი შეიძლება ქრისტეს უღალატო. და თუ შენთვის შეიძლება ქრისტეს ღალატი, მაშინ ის ნიჩსე გინ წაიკითხე გინდა რა. და გინა ყოველდღე მაზიარებელი იყავ. რა მნიშვნელობა? ამიტომ აი ამაშია საქმე. ჩვენ უნდა ვხედავდეთ სიბიადეს, სიფაქიზეს, სიწმინდეს, სიყვარულს ქრისტეს. როცა ამას ხედავ და შენ იცი რომ აი ვერაფერს ვეღარ ვამბობ, იმდენად დიადია რა. და თუ ახლა ადამიანი ნიჩსეს კითხულობს, ამას კითხულობს და სახარებაში ქრისტეს არ ეძებს, ეხლა მას ქრისტე არ უნდა და ეგ იმას ავითარი რა ჯადო მოქმედებს მამაო, ქრისტიანზე რა თქმა უნდა რა ჯადო იმოქმედებს. მაგრამ თუ ადამიანი ქრისტეს ღალატობს, რაღაც ჯადო უნდა იმას, ეს ჯადო არ არის კაცო. ამაში ესე. თუ ადამიანი სიკვდილისათვის ზად არის, გარდაცვალება ხო სული სასუფეველში გამგზავრება. რატომ არის სიკვდილი ცუდი და ბოროტება? არსებობს სულიერი სიკვდილი. და არსებობს სიკვდილი, როცა ადამიანი ამისათვის ზად არ არის. და არსებობს კიდე სიკვდილი როგორც ტკივილი, ავადმყოფობაც. ხო, არ არის კარგი. ამ გაგებითა თუ შევხედავ. 12 წლის ბავშვი როგორ დავარწმუნოთ, რომ ეკლესიური ცხოვრებით იცხოვროს. ლოცვები იკითხოს, როცა ამის სურვილი ბავშვს არ აქვს. ძალადობა ესე დროს ბავშვზე ნიშნავს, რომ სამუდამოდ გადაუკეტო გზა ეკლესიისაკენ. 12 წლის ბავშვი არის იმ პერიოდში, როცა უკვე ის დიდობაში შედის და ნელ-ნელა დაუდგება დრო, როცა მან არჩევანი უნდა გააკეთოს. არჩევანი რო გააკეთოს, მას უნდა დაეხმარო. და ვერ დაეხმარები ვერავითარ შემთხვევაში ბავშვს, რომ თუ მას რაღაცების მტკიცებას დაუწყებ. მას უნდა აჩვენო. ეს ისახდება ხოლმე, რა მშობლებს მოყავთ ხოლმე თავის შვილები. მამო ვიცი რომ კაია ქრისტიანული ცხოვრება ეგება იცხოვროს რა და თვითონ არ ცხოვრობს. ეს ბავშვი ფიქრობს, თუ ეს კარგია მამა ჩემი რატო არ მოდის. ეს ხდება ხოლმე. მაგალითი და მაგალითი. რა შეეხება ლოცვების წაკითხვა არის დისციპლინის გამომუშავების ერთ-ერთი ფორმა. თავად ლოცვის წაკითხვა არავითარ შემთხვევაში თავად ლოცვას არ ნიშნავს. ლოცვა სხვა რაღაცა. ხო და რა ვიცი რა გითხრა. ცოტა რთული საკითხია ეს. არ არის მარტო. უნდა შენ თონა იცოდე ლოცვა რა არის და ბავშვს აჩვენო ასე როგორ კეთდება. ნიჩსეს უკანასკნელი სიტყვები, მაინც მაჯობენ აზარებელო. ეს ხო იცით ვის სიტყვებია სინამდვილეში. იულიანე განდგომელი სიტყვებია. ესე იგი ნიჩსეს შინაგანად სწამდა ღმერთის არსებობის. გამომდინარე აქედან მისი წიგნი როგორ შეიძლება იყოს ათეისტის სამაგიდო წიგნი. ხო, ეს ცოტა რთული საკითხია. ათეიზმი ხო ნიშნავს არა მარტო იმას, რომ ღმერთი არ არსებობს, არამედ ათეიზმი ნიშნავს, რომ ღმერთს ებრძვი. ხო, ამასაც ნიშნავს. ხო. ეს ხა ნიჩსე რატო თქვა ეს სიტყვები, აბა რა ვიცი, ვერ გეტყვი. აი ესე გალილევე, ხა ის იულიანე განდგომელმა რო თქვა, იულიანე განდგომელი ბასილდინის მეგობარი იყო და გავიწო სანამ იმპერატორი გახდებოდა. და ის ის არ იყო უღმერთო ადამიანი ამავე დროს, ის წარმართი იყო და წარმართობის აღორძინებას ცდილობდა. ინტერნეტში გამოქვეყნდა, რომ ბულგარეთი მერვე მსოფლიო კრების მოწვევას ემხრობა. რა შეგიძლია გითხრათ ამაზე, საერთოდ მერვე მსოფლიო კრებაზე. მე გეტყვით ერთ რამეს, რომ არის ბევრი საუბარი მერვე მსოფლიო კრების ანტიქრისტიანულ სულზე. მაგრამ მე რა ვიცი ახლა არც ვიღებ და არც ვუარყოფ. მაგრამ ერთი რამე უდავოა, რომ კრება რომ გაიმართოს. ვერამ ვერ ვიტყვი, რომ ეს მსოფლიო კრებაა. თქვათ გაიმართა კრება მართლმადიდებლების, რომელზეც ყველა იერარქია, მთელი მსოფლიო მართლმადიდებლობა ჩართული. თქვენ გონიათ ეს მსოფლიო კრება იქნება? არა. მსოფლიო კრების სტატუსი მომავალში ენიჭება და ვინმეს კი არა, თავისთავად ბუნებრივად ხდება ეს. გასმით, ასე რომ
ჩვენ კრება რომს გაიმართოს ვერან გერტყვის სოფლიო კრება. იმიტომ რომ ძალიან ბევრი კრებები, 7 კრების გარდა თქვენ უნდა კრებები არ გამართულა სოფლიო და უფრო მეტი დასწრებით ვიდრე ცნობილი სოფლიო კრებები. მაგრამ ეკლესიამ უარყო მათი სოფლიოობა. ეკლესიის პრეროგატივა და ეკლესია არა რომელიმე ორგანოსი, რომელიმე სინოდის, რომელიმე პატრიარქს არა, კრებსითაც ეს ხდება საღვთო განგებულებით. ასე რომ და არის შეიძლება იყოს კრება, სადაც რაღაც გარკვეული საკითხები და განიხილონ. და ნახოთ რას განიხილავენ თუ იქნება ეს. მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ არის საკითხები, რომლებიც იგივე მარხვასთან დაკავშირებით, კალენდართან დაკავშირებით, ამ ეს საკითხები ამოღებული იქნა. იმიტომ რომ კამაც და შფოც გამოიწევდა და აღარ ეს საკითხები ამოიღეს. რა საკითხები იქნება არ ვიცი. შეიძლება თუ არა მწუხრის შემდეგ შაბათ დღეს და კვირას წირვის დროს მეტანიების კეთება. კანონით არ შეიძლება. მე ვცდილობ ეკლესიაში მყოფობისას ეს კანონი დავიცვო. იმიტომ რომ კვირა დღე აღდგომის დღეს ნიშნავს რომ ანუ მუხმოდრეკით გამოხატავს სინანულს და ფეხზე დგომით სიხარულს ღმერთთან შეხვედრისა. ამიტომ ვცდილობ რომ ამ რითმში ავყო ეკლესიას და ფეხზე დამდგარი შევეგებო. კვირას ანუ აღდგომის დღეს. იმიტომ რომ ხორცი დასული კავშირშია. ეს კანონი რომელიც აი ამით იკვებება. და ეს ძველი ტრადიციაა, თუმცა თამენ თუ მოიდრეკს მოხს, ახლა ამაში კატასტროფა არ არის. სიკვდილი ბოროტება, რატომ უხარო და ბასილი დიდ სიკვდილი? ანუ სხვა წმინდანებს, სიკვდილი ხო უფალთან შეხვედრა, იმიტომ რომ მათ ეს იცოდნენ, რომ სიკვდილი უფალთან შეხვედრა. საერთოდ ესეა, ქრისტიანობაზე გვასწავლის, ბოროტება უღმერთო კაცის სიკვდილი. და სიკეთეა, ესე იგი შესაბამისად სიკეთეა თვისულიერი ადამიანის სიკვდილი. რატომ არის სახარებაში მახარებლების მონათხრობს შორის განსხვავება? იმიტომ რომ სხვადასხვა ადამიანების დაწერილია. და ეს ერთ-ერთი ნიშანია სახარების წიგნების უტყუარობისა. ანუ კი არ შეთანხმდნენ. მოდი რა, იცი რა ვქნათ? მოციქულები ხო ვართ. მოდით მაგარი ისტორია შევთხსდა და ყველა მოვატყუილოთ. ყველამ დაწერა ის, რაც დაინახა და რაც გაიგო. აქედან გამომდინარე თითოეული ადამიანი თავისი ხედვის რაღაც ნიუანსობრივი ადამიანური რაღაც განსხვავებულობით ხედავს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ აი აქაც სახარებაშიც კიდევ ერთხელ ჩანს ქრისტიანული სწავლება, რომ ქრისტიანობაში არ მოქმედებს მხოლოდ ღმერთი. ქრისტიანობაში ღმერთი ადამიანთან ერთად მოქმედებს. და ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული ადამიანური მხარე. მაგრამ სულიერი თვალსაზრისით აბსოლუტური უნისონია მახარებლებს შორის და მოციქულებს შორის. აბსოლუტური უნისონი. და რაღაც გარეგნული ხედვისა და ფაქტებს შორის, ეხლა მაგალითად აგერა ინგლისურად წერია, ქართულად წერია, ორივე სწორია. ეს არის წყალი ბორჯომის, რომელშიც წერია რომელსაც აქვს ქართული წარწერა. იქიდან ამბობენ, ეს არის წყალი ბორჯომის, რომელსაც აქვს ინგლისური წარწერა. თავარი იქ რომ ბორჯომის წყალია, თავარი ეს არის და ამას ორივე სწორად ვამბობთ. მაგრამ ინგლისური და ქართული როა, აქ სხვადასხვას ვამბობთ. ესენის ორივე სწორია, იმიტომ რომ სხვადასხვანაირად ვხედავთ, მაგრამ არსი, ხო ეს არ არის რა ენაზე წერია, არსი ის არის შიგრა ასხია, ხო? არს ორივე სწორად ვამბობთ, გასაგებია. როგორ უნდა აუხსნა აღდგომა ურწმუნო ადამიანს? სიმბოლური სახები თუ გვინდა, მაგალითად პეპელა. მე კითხვა მაქვს, რაში ჭირდებოდა ღმერთს, ან თუ ღმერთი არ აწამს ბუნებას, რომ მატლისაგან რომ სხვა მატლი გაჩნდეს, აი ესეთი რთული კომბინაცია. ამაზე პასუხი იმას აქვს, აი ბუნება როგორ არის, ხო? მარტივისკენ ისწრაფის, ანუ რაღაცა მიზანი როა გამარტივებისკენ მიდის, აი უკვე მთავრდება. და ესე იგი წარმოიდგინე მატლია, თუ დადებდა რაღაცა თევზივით, ქვირიცა რაღაცა, კვერცხს დადებდა და გამოიჩეკა ცოცხლად ჩობდა, რა ვიცი 1000 რაღაცა ხო ბუნებაში. წარმოიდგინე ეს ბუხლუ ხო? ეს რაღაც საზღარი არსება. ესე იგი უცხებ გაჩერდება ერთ ხო ჭამს, ერთხელს გაჩერდება სადღაც შეძვრება და დაიწყებს კუბოს მოქსოვას თავის გარშემო მოქსოვს კუბოს. თვითონ პატარავდება და ამ კუბოში შეიყუჟება. და ცოტა ხანში ულამაზესი არსება გამოდის ყვავილივით თარი და დაფრინავს თან. ფრინავი ყვავილია. რა უცნაურია, ხო? რა სჭირდება? აღდგომის სიმბოლოა. თქვა, აი სიმბოლოები თუ გვინდა. მაგალითად მე ვერაფრით ვერ ახსნი ამ მოვლენას.
რა შეჭირდებოდა ღმერთს ამის გაკეთება, თუ არა ის რომ ეჩვენებინა რომ რაღაც არსებობს უცნაური და მიღმიერი, რასაც აღდგომა აქვს. ცოდვა თუ არა რომ ვილოცოთ ავადმყოფისათვის, რომელიც მართლმადიდებელი არა. რა თქმა უნდა ილოცოთ, თუ გიყვარს ეს ადამიანი. საეკლესიო საიდუმლოებებში და სახურებაში ვერ მოიხსენიებთ, იმიტომ რომ ეკლესიის წევრი არ არის, მაგრამ ლოცვა რა თქმა უნდა. რას გეტყვით ზოგადად ქარჩხაძის შემოქმედებაზე, მის პიროვნებას არ ვიცნობ, მაგრამ რა ვიცი, რაც წამიკითხე, ყველა კარგია. მე ვფიქრობ, მორწმუნე ადამიანიც იყო ის და ძალიან სულიერიც და ნაწარმოებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ. და ეს მდგმური იმიტომ გითხარით, რომ ახალგაზრდები ხართ და თქვენთვის რა ვიცი, მე რამდენად მნიშვნელოვანია მოუნათლავი ადამიანის მონათლა თუ ამას ვერ აცნობიერებს. ოღონდ არ მაქვს აქცენტი ბავშვზე. და შეიძლება თუ არა, როდესაც ნათლობას შემოგთავაზებენ უარის თქმა. ადამიანი, რომელიც არ აცნობიერებს, რა არის ნათლობა, იმის მონათლა კატეგორიულად არ შეიძლება. იმიტომ რომ ვატყვილებ მას, ვატყვილებ მე, მკრეხელო თეატრალურ წარმოდგენას ვდგავ. აღადარჩა, იქ რა სიტყვებია? შეუდგები ქრისტესა მეუნები. ნო, შეუდგები მეუნება. და უკვე ვიცი რომ ტყუილია ეს. შემდგარი ხარ ქრისტესა. ანუ უკვე ხარ მისი მიმდევარი. შედგომილ ხარ? შედგომილ ვარ. ანუ ესე იგი უკვე მიმდევარი ვარ. ტყუილია. ალბათ მითხარი მწამსი. არ ვიცი. მაშინ მე ვიტყვი მღვდელი ვამბობ. ან კიდე წავაკითხებ, ან დავაზეპირებინებ. წარმოდგენ არ აქვს ეს ყველაფერი რას ნიშნავს. რატომ უნდა მონათლო ეს ადამიანი? განაშორები ეშმაკს და მის საქმეებს. განაშორები, თქვი ფუიებს და ფუი ეშმაკს და ეღიმება. რატომ უნდა მონათლო ეს ადამიანი? არსებობს ესეთი პოზიცია. რა იცი მადლი გადმოვა და რა იცი მადლი გადმოვა ქრისტეს არ უსწავლებია. წარვედი და მოიმოწაფენით და ნათელეცით. არ ვთქვია წადით, რა იცი ეგება გადმოვიდეს და მონათლე ყველანი. ეგება ეშველოს რა. ეს კიდევ ერთი ნიშანი ჩვენი კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ არა გვაქვს განცდა, რომ ღმერთი არის ცოცხალი არსება, რომ მხოლოდ მასთან ცოცხალი პიროვნული ურთიერთობით შეიძლება ადამიანი ჩამოყალიბდეს როგორც ქრისტიანი და არაფერი მექანიკური ადამიანს არ აცხოვნებს და არ გადაარჩენს. ანუ მე მღვდელს ამ შემთხვევაში არა მაქვს განცდა ცოცხალი ღმერთისა. მე მაქვს არა მაქვს მცდელობა მასთან ცოცხალი პიროვნული ურთიერთობისა. და აქედან გამომდინარე ჩემთვის ქრისტიანობა წესებზე და კანონებზეა დაყვანილი, სადაც სიცოცხლე არ არის. ამიტომ მე ვთვლი, რომ აი უნდა მოუნათლო, მე ასეთ რამეს მეუბნებიან ხოლმე. როგორ შეიძლება ადამიანი მოვიდეს, რაც არ უნდა არ ესმოდეს და არ მონათლო. მე მას ქუჩაში რამე რომ დაემართოს, ან თქვა მანქანა დაეჯახოს არ რაღაცა, ხო მე მომეკითხება, მეუბნები არ მოგეკითხება შენ. შენ იმიტომ არ მოგეკითხება, რომ იმ ადამიანს არ ესმოდა ქრისტე, არა თუ არ ესმოდა. არც უნდოდა, და მე მეუბნები რომ მოდიან, წადი, მოემზადე. უფრო კი არ წადი. მე ვკითხები, მომინდა მონათლა მეუბნები. ძალიან კარგი. და უბრუნებ კითხვას, შენ ნათლობა გინდა თუ ქრისტიანული ცხოვრება? ზოგი იბნება ამას. ზოგი მეუბნება, იმიტომ რომ გონია რომ ნათლობა ქრისტიანულ ცხოვრებას ნიშნავს. ზოგი არ იბნება და მეუბნება ერთის და მეორეს. მეუბნები დავიწყოთ მეორეთი, რომელიც სინამდვილეში პირველია. ანუ მე არ ვნათლავ, მაგრამ ვეხმარები, რომ დაიწყოს ქრისტიანული ცხოვრება და უხსნი, რომ ქრისტიანობა ნათლობით კი არ იწყება. ქრისტიანობა იწყება შენი პიროვნული არჩევანით, იყო ქრისტეს მოწაფე. გესმით, აი ეს შეცდომაა დაშვებული. ქრისტიანობა იწყება სინანულით, უარი თქვა უღმერთობაზე და ღმერთისკენ წახვიდე. როცა ადამიანი ამ გადაწყვეტილებას იღებს, როგორ ვეხმარები და ასე შემდეგ. თუ ადამიანი არც მომისმენს და წავა, როგორ შეიძლება? და თუ მომისმენს, გავა გარკვეული პერიოდი 2-3 თვე და შეიძლება მოუნათლოთ, ხო? თუ იცხოვრობს წირვებს ესწრება, ლოცულობს, სახარებას კითხულობს, ახსარებებს ამბობს, ანუ ნანობს თავის ძველ ცხოვრებას, მე რომ ნათლავ და ის უკვე ქრისტიანია. ხო და ესე რომ გაუშვაო, რომ მოკვდესო, მეთქი თუ მოკვდება, ის ღმერთის ბრალია. უი, რას ამბობ, ბიჭვარი გამოისახა. აბა, ახლა ღმერთს მოყავს, ღმერთს მიყავს. ანუ მე ის იმაზეც მე ვინერვიულო და ვიფიქრო, რაც ღმერთის გასაკეთებელია. მე ღმერთმა თავის ჩემი გასაკეთებელი მომცა. ვასწავლო და მე მოუნათლო. და ვინ როდის დაიბადება, ვინ როდის გარდაიცვლება, ეს აბსოლუტურად ღმერთის ხელში. თუ ღმერთმა ესეთი ადამიანი გაიყვანა, ესე იგი მან ჩათვალა და გაიყვანა, ჩემ ბრალი არა. აქაც რა ჩანს, იცით, რომ წესი და კანონი და ღმერთი რო ცოცხალი არსება, რომელიც ყოველ ადამიანს ხელის გულზე ატარებს, აი ეს იქნა დავიწყებული.
და ყოვლის შემძლეროა და თუ ადამიანი არ არის გასაყვანი, არ გაიყვანს. მანქანა რომ დაეჯახოს არ გაიყვანს. გამიგეთ? აი ეს არის. ღმერთი შეგვეწიოს და მოგცეს ძალა, რომ ქრისტეს სწორედ დაგვენახოს. ამინ.